დაისხით მესადარდო არ მქონდა რა დამე ნოდარი დამე გაცუდი აი გაცუდა დავიწყეთ მოკლედ ხომაგები გაიქაკვის მარტონი არასტონდეს ვიტმე ხომაგება მასწავლეს სიმღერა და ეს არის თქვენი ახალი ამიგო ახალი რა უკვე რამდენი ეპიზოდია ნიკოლას ხომაგი ამოვალა ამო ბიჭო თქვენ არ ჯაფრენს რა ბასტო რა შეხო რა ამო ჩვენ გამოდერის თავი მადლობა რომ მოხდი შენ ნახსახელი ლოგანი ვაჟა გოგო აიცი ნახე მაგრამ შენ თუ გასწოდა მაინტერესებს რუსკა ყავდა ერთ ეგა ჩემთვის მერაბი დაუძახა აგერ ზვაკაცსა და ვინ მოდის მეთქა მერაბიო და ვინ მერაბი მოდის მეთქი ბუკა ბასტო ადრე ყავდა ის რა ქვია რუსკა სადაც მეორეთი მესამე ეპიზოდი იყო და საუკეთესო 11-ეული შეადგინა თქო და დაიწყო ბიჭო და ნახევარ დაცვა ვაჟა გოგოაო და ჩემი მეგობარი და როგორ ჩემი აი ვიაფერისტეთ მანდ ვიცი იცი ეგა 11 შეგიყვანა სოფლიო საუკეთესო ვაჟა გოგოა და ვინ ვაჟა გოგოა მე დაბლეგის პერიოდი მე ვამონტაჟებ ხო ეგა მე ვამონტაჟებ და ბიჭო ვეძებ გუგა ვინ ვაჟა გოგოა გოგიტაში ხო არ შეეშალა ვაჟა ხო რა და მე რო ამოვა და ფოტო და გოგიტო 11-ში უნდა მოხდეს სოფლიო რა თქმა უნდა მოდი რა პოვნა ყველა ქართველი ძმაო სოფლიო ქართველი ნომერი არ არის გოგიტა გოგოა შანზე გამოატყო იქ ვიყავით შეხვედრაზე და ეს ვაჟა გოგოა გოგიტა გოგოას ბიჭი არის და ვაიმე მარტო მეც ავყევი და ხო და ცოტა ხანი ფედერაცია შემოვიდა რომ მე გოგიტა გოგოას ბიჭი ვიყავ აი დაიჯერეს იმა ავიც რატომაც არა აუ ხო მაგრამ ეს არის უმაგრესი აი ადამიანია ესე ხელაწლის არა შეიძლება მაგის შვილია 28 ვარ მე და ხალგაზდა ხარ 16 რო ყოლონდე შეიძლება აი შვილიო რა მე აი ძალიან ისე ისე მიყვარს ქალბატონი ეკა მე ძალიან მიყვარს ესე იგი ნახევარი ქალბატონი ეკა მჟავანაძე მე ხო გვიან გავიგე რომ დედა მე კარგად კაცო არ ვიცოდი ხო და ნახევარი ქართული აი თეატრის გინდა ვიზა ეკა მჟავანაძე რა საბო ბიჭო ხო აფერისტია ვიცი არა ეკა ვიცი ეკა ვიცი კარგად ხო ერთხელ რა საბა ეგ არ ვიცი მეოთხე კურსზე ვარ და სტუდენტი ხო თეატრალში ფული არ გაქვს არაფერი არ გაქვს და მირეკოს ზარი და ეკა მოხსახუთი ლარი ხო შემათხოვარ არა ეკა მადიჭამეო როლებს გასცემს და აი ზუსტად და 3 სერიანი ხა არ ვიტყვი კომპანიას თუ შემოვალ ეს როლში იყავი ატმის კამპოტის მაცდი 3 სერიაო საახალწლო გადაცემა იყო რაღაცა ტექნიკის მაღაზია ხებით ალბათ რომელი ტექნიკის ხო და ისე გამისწოდა 800 ლარი რომ დაუნლოდ დაწყარუნდა 3 სერია იყო სანტა-კლაუსთან ერთად ბლატაობდი რა ძალიან მაგარი იყო ეს სარეკლამო ბიზნესში ეკავ შეგიყვანა კი პირველი კამერა პირველი ყველა და რამ ფრაზა გითხარი რამე რა თქვი არაფერი მეც ვიყავი რაღაცა მუსიკა მიდიოდა და ვიხურებოდი ესე და დინა შემოდიოდა რომელიც ტრიალებდა აი ბილი ბერკის სილოდიურ პავში ვიყავი 77-ის ქუჩაზე კოსტავა 77 ეს ნომერი ჩვენს ხოზე ვერ გაიჩნდა თან რო დაერქვა ყვარას ნომერი 77 ამბავი და რა კ-თან კ-77 რა ვახარ რა ვიცი თავად როგორ ახარ მე საფხულის პერიოდში ცოტა ისე ვარ ხოლმე არ არის ჩემი სეზონი რა რა მოწყა ეცხე სიცხენ მაგიზიანებს მაგრამ არა იცი ბილისში სიცხე აი ეს ხო არ აი ეს რო გავაკეთე პატარა მოძრაობა ეგრევე რა ვიცი ისეთ ნაბიჯი შემოხვედი მეთქი კუპერის ერთ-ერთ ხავარი არა დავდივარ ძალიან რო განდო აგიბეროს არა მეზარება დიდხანს ყოფნა რა ანუ ეყურე გზაში ხო არ და ჩქარა თუ მოვალ ესე იგი ნახე ცოტა ხანი თან მანქანით არ მოძრაობ არა არასდროს ტაქსი უფრო და თუ ახლოს მიდივარ ესე იგი კოროლით შენი დაჭერა აი ეს სტუმრად რომ მოიწვიო ან რაღაცას დაუძახო ბასტო წამოდი დაავლედო და რთულია ზაფხულში თბილისში ძირითადად გასული იქ იმიტომ რომ თბილისში ზაფხულში ძნელია რომ გაწვე საქმეა გავდივარ საქმით სულ ბოლო 5 წელია 5 ძალიან ბევრი ვთქვი ხოლმე 4 წელი რამდენიმე წელი ესეთ ბოლო 4 წელია თუ სამი გავედი ქალაქგარეთ ჩემი გადაწყვეტილებით არ გავსვლა ეხლა ბოლო სამი ბოლო 2 წელიწადში ვიყავი 7 ქვეყანაში რა არც ერთი არ ყო რომ მოდი ეხლა წავა ანუ მომიწია ბოლოს მაფიით ბოლო გაწაშლა იყო მაფიით რა მაგარი გასვლა ჰქონდა მან მაგარი დროს გაატარებდი ისეთი ხალხი აი საქმე წავედით რა კი დრო გავატარეთ მაგრამ პასუხისმგებლობა იყო ხო ეხლა ეგრეა პირველად მოხდა ეგეთი რაღაცა და უცებ რაღაცა რომ აი ყველაფერი უნდა გამოგვიდეს პირველი ბეზე პირველიც და ან მარტო ერთიც და რაღაცა რომ ისე არ გამოსულიყო ან ვიღაცას რაღაცა უპასუხისმგებლობა გამოეჩინა შეიძლება და აი ძალიან დიდი დომინოს ნუ ბევრ ამას არ ხეოდა ხო და ყველა ეგრე ვიყავი ეგრე მეუბნეოდა თან 45 გრადუსი იყო სიცხე ვულკანთან ანუ ხო ცხეოდა კიდე ვულკანი მე ეგრე მეუბნეოდა ხოლმე ლიგის ფინალზე რომ დაგულაობო
რეპორტაჟი რომ მიდიხარ მარტო რაგულავი ეგ არის მითხარი ასოხისგებლობა აი რეპორტაჟი მარტო რომ მიდიხარ აი რომ მოჩეროდი მე კი მარტო რო ხარ საერთოდ წარმოვიდგინე არავინ არ აქვს სათულის თამა რო გიტყდება ხო ის ვიღაცას და ხო უნდა დაждე და ნუ კაი ხა პირველი სეზონი იყო ეგრე მე გავიცანე იქ ხუერტა იგივე ხალხი და აი დაგულაო პრაგენა კი ძმაო ძალიან მაგრად ძალიან მაგრად გადაჯდომა გადაჯდომა აი თუ იმას ვენაში 9 საათი ვიყავ ვენის მარათონში ისე დავთვერი ძირს მივასწარე თვითფრენაში ჭუბე გაჭედე რა გაჭედე გავეკიდე იმას შეჩერა აქ გინდა რომ გაეჭედე რა ეს ეხლა აქ არწება ამის დროს ლაპარაკის დროს ნუჭამში უკულტურო შენ ეგ გაწო რას მიშლი ლაპარაკი შენ გადაიდე მის აი სასოუსეს არის ეს დოგვია ისე დოგვი და ისე ძალიან მაგარია ეს რაღაც ბოსნეულის ის ტაქსი აპირავა მე მგონი ფლორენციაში ჩემთვის როგორი თემა იცი სადაბალტაკი ვაყირავე შეგამოსილებული ფლორენციაში ვაყირავე მოვალ მე ცხოვრებაში არავინ არ მიყირავებია აა ქვია კომაგი ხო ნახე ის ხო ზორი ძალიან ჩვენი სახელი ქვია ხო აბა მაგარი აი ბუჭო მართლა ნო და გავაკეთე კომაგი დი მაწარბი ძალიან მაგარია ხო გაია მე პასუხისმგებლობაზე გამახსენდა ეხლა გქონდათ ძალიან მაგრა გაკეთებული ზმაო ხელები ამიწევია ეს ტურნირი რაც გლიჯეთ სამ კვირაში გავაკეთეთ თავიდან კი ვიცი ეგენი ვიცი ეგ როგორ მინდა რომ დამტკიცდეს მქონდეს მასალა ვიდეო მასალა კარგად აღწერილი საიდან გამოვაძრეთ ეგ პროექტი რა ანუ აი მართლა საიდან გამოვაძრეთ ყაზახები იყვნენ ჰაერში მოკვე მოფრინავდნენ თვითონავში იყვნენ რომ მაგათთვის სასტუმრო ჯერ არ მქონდა დაჯავშდნენ დაჯავშდნენ კი არ ვიცოდი სამდე დამეჯავშდნენ თან ფუტზალის ეგროგები ხო სამი ოღონდ იქ როგორ არის იცი რომ ეგ მედია ლიგა არსებობს იქ რა და ყველას ეხა 9 მილიონი გამომწერი ყავდა ვინც ჩამოვიდა მაგრამ თავის დროზე ამ 9 მილიონი გამომწერები თამაშობდნენ ფუტსალს და ჩამოვიდნენ აი 4 ტიპი რომელიც კარგად შეთამაშებულები ერთმანეთთან და 5 ტიპი რომელიც ულტრა პოპულარულია რა და იმ 4 ტიპმა არ გაჩერებულა ძალიან დაუღალეს მაგრამ ჩვენი თემა იყო რომ მოდი ფინალში გავიდეთ ეხა ხალხი რომ მოყავს სპორტის სასახლეში და ყაზახეთი აყურებინებ ფინალში გავიდეთ მე თვითონ მინიმუმი ეგ არის რა ფინალამდე გავიდეთ ისე ბრძოლით მე თვითონ წავალოთ რა და რომ გავდექი იმზე და იქ ხალხმა დროშები აწია თეთრი ფურცლები და რაღაცები არ ვიცი მან უკვე მოვიდა რომ მეთქი აღარ ავიცა შემთხვევაში არც მიმატავია ცოხოთ თუნდაც ვიყავ გადათენებული მქონდა და ნერვიულები ვიღაც ირს ეცემოდა მიატაკზე ჩვენ რო ბალახი გავშალეთ თქო მოთა გაუჩუკი არ არის რა ეგრევე ბალახი ის ხეზე იყო და მწარე იყო რა დავარდა რომ დავაგდებდით ვიღაცას მეთქი რამე მოიტეხოს რა ჩემი პასუხისგებლობა ეხა იქ რა ვიცი ყაზახეთში იქ როგორ არის ძირს უგაგდებენ ადრე ყაზახებთან ჩხობი რომ მომივიდა 12 ესა ბევრნი იყვნენ, კარო ჩვენ 4 ვიყავით. ჩვენს ერთი 3-ჯერ მეტნი იყვნენ, რა ხო 12 გამოდის რა. 12 იყვნენ და ბიჭო თან ერთ-ერთი იყო ძალიან დიდი. და რომ ჩხუბობთ გვერეოდა რა. და იმების სკამის ჯოხი ვიჩხუბეთ და მე დაგვიბარეს და არასწორი არის, კაც პრიდმეტს რო იყენ, ანუ სხვა კანონებით არის. ანუ ხელებით უნდა იშხო. მე ხელებს როგორ ვეჭხო 12 კაცია, მეთქი ერთი არის, ერთი ტიპი იყო შკაფი ძალიან დიდი რა. ლიანა ჯოჯუა უნდა წაეყვანა. სვეჩი აი სპორტ სასახლეში რო ანგრია ვიღაცა და უყურე მაგის ერთად ჩვენთან როგორ მოყვა თავი რო ჩავარტყა. ისიც ვიღაცა ვირი გაეჩიტა, ბიჭო კონცერტზე ვარ სპორტ სასახლეში. ვიღაცა მოვიდა დამარტყაო და გავიხედე მე დამარტყაო ხო? თავი მიცე. კითხვა და მე და დაჟე, ბიჭო კიბიდან მომცავ და გავიქანე მე ვიწყობთ მაშინ. ფეხბურთს ვამბობთ თუ ის? არა, კარჩე, ჩინეთში ვცხოვრობდით მე და ჩემი სამი ძმაკაცის სტიპენდია ქონდა მოგებული რაღაც, მოგებული ქვია მაგას არ ვიცი, სტიპენდია ქონდა და სწავლობდით რა იქა და ის ცოტა სწავლობდით ესე ოფიციალურად საბუთში ეგრე ეწერა. რეგალია იყო რომ ბასტო სწავლობს, მე თქვა რა, სამბოლოო ჯამში სხვანაირად 16 წლის რო ხარ ეხა და მარტო ცხოვრობ ჩინეთში. ჩინეთში. ენა ისწავლე რამე? კი. ჩინური. არა, ხირა მე? არ ნებისმიერ ეგრე კარგად. დიმა უწიგდი. არ მისწავლე ჩემი ტროლაილა. ეგრე კარგად არ ვიცი რა სალაპარაკან 10 წელია საერთოდ შეხება არ მქონია. და მე 11 წელია. სიტყვები იცი? და სიტყვები რაღაცა ეხა რომ აღვიდგინო, კი რაღაცა B2 დონეზე ვიცი რა. ბიჭი როგორ არის? მარტივი რაღაცა. იაუ. არა, უყურე შეხედე. მე ვიცი აი მაგალითად ძმა და დაი კგ არის ძმა მაგალითად. ნო და ჩემი კგ. ოშო წაი რესტორანი არ მახსოვს როგორ არის? დიმა ჩემი კგ-ა. ოშო არის მე ვარ, წაი არის ადგილის ისა, რა ქვია რაღაცა, იმ ოშო წაი ტიპილის არის. მე ვარ თბილისში. ანუ მომენტ ეხა ჩინეთში გაიჩნო რაღაცი დაიწყო. მე ერთი თვე მინდა, რომ სიტყვები გავიხსენ. პროსტ მართლა არ მინდა, რომ ჩამოვედი, თქვი რომ აღარ მინდა. კარგად რო გესავლა. აღარ მაგარი საჭიროა ეხლა ეგენი. გასაგები რა, არ მინდა, ანუ ჩთ რა არის? ანუ ჩათლახი. ნო და მე ვიცი რომ სწავლა ეს ხوار დაგავიდა, ნო და
თამადას გასწავლე თუ გინდა როგორ რატო არის? მიდი. არა, შენ არ მაიცა გაჩვი. თამადა არის მაგის დედას. დედაც. დაახლოებით. თამადა? ხო იცით რომ თამადა დედის შეგინებაა ჩინურად თუ რაღაც ის. არ ვიცი რა გაზია. არა, ამად ორიგინალი წაიკითხა. დაიაომინგი რა. დადიოდა ამბავი რომ თამადა არისო, короче, ჩინურად დედის შეგინებაა რა. სიტყვა ეს თამადა. ხო, თამადა და ოღონდ არის თა არის ის მესამე პირის. თამა არის დედა და դ არის, აი ვოდ არის ჩემი. ნიდ არის შენი. դ არის ესე ჩემი დედა მოხარ როგორ არა, თა მაგის დედა არის რა. ანუ ესე ჩვენ სუფრაზე უეჭველი იჩხუბებენ, ეგენი რომ გაიჩითონ. ოდი რა, ეხლა შენი ხავი თამადა რა თამადა ესე რა თამადა. თამადა. შეიძლება ვიღაცას პერებოია. მე რამდენად მართალი მითხეს არ ვიცი, მაგრამ თურქულათო ქარხანაო არის ბარდელიო და იარაღი არისო ისაო. რაღა ბარდელზე არა გავიგე ის ანუ და იარაღის ქარხანაში დაგვიყვანო და ცემეს. იარაღის ქარხანაში არ დაგვიყვანენ და ესენი გაულახიათ. რაღა ქარხანა ისწავლე რაც არა ეთქობა ტყილია შეიძლება მაბოგონილია კაცო რა ვიცი. ეხლა აპოშტერა ჯირო ეგ არის აუ ბიჭო აზერბაიჯანულად კუთხური არის რამ სიგრძე თუ და გეშდენ ზარბან თუ რაღაცაა კუთხური წარმოიდგინე. აზერბაიჯანულად ვიცი ორი სიტყვა ალთენჯე პარალელია. რა არის ალთენჯე? მეექვსე პარალელური ქუჩა რა. ალთენჯე პარალელი. ალთენჯე პარალელია. აი სადახარ, ეხლა რომ ალთენჯე პარალელი როგორ უნები. იცი რა, როდის იწყება? ხო იგეგმება ახალი ისა, რა ქვია, YouTube ლიგა. კი, კი. იგეგმება რა ისა, რა ქვია, ანუ გამზადებული რაღაცები აკლია რა. ბენში შეერთება აკლია რა. ძალიან მაგარი იყო და ეგეთივე გამოვა ნეტა კიდე, იმიტომ რომ ყველა სეზონი ერთი მეორეზე უკეთესია. კაროჩე, მე ვამბობ, რომ მეოთხე სეზონი YouTube ლიგის რაც არის, შიდა ქართული ამბავი. ალბათ ყველაზე კაი გამოგვივა ეხლა რაც გაგვიკეთებია, იმიტომ რომ მიდგომა ცოტა შევცვალეთ და ის შემდეგ ეს კი ორი პროექტი გვაქვს. ვინც მარტო ის თამაშობს? ხო, მარტო ის თამაშობს, ეხლა აი მარტო ანუ აი ის არანაირი დამატება. გაყიდვები და ჩემი გაყიდვებია და ჩემი როგორ მინდა და პროსტა ვინდა აიჩვენ. რა გინდა? გუნდი გვინდა ლაილას მე გავაკეთო, დაგერ, შეჩერა. ვინ ჩანსო და მე გამოვაკეთო, შეჩერა სამჯერ კამერით, ვიცი, ეხლა გავაკეთე. აუ, ბატონო, მე მაკრობლებს ვეყრებოდი მთელი ჩემი ცხოვრება. მედია ტურნირი გაიჩნდება და ვიღაც საფტეს მოიყოდეთ, დაგვახედეთ, მოსთავზე წავიდოდნენ და ეხლა რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება ეგრე იყო. ხო და ეხლა ჩვენც რაღაც პონჯი მე სულ ყველა ანუ მე მაქვს ეს ურთიერთობა რომ გავდივარ ეს რომ დავდივარ გადაცემებში ვიცნობ და ვიცოდი რა რომ მართლა ის არის მართლა მე მონტაჟია მართლა 4 წელია კამერა ხო მაგრამ ეხლა ჩვენ რო გვინდოდეს თქვენ და შეკრათ ვინ შევკრა საიდან მოიყავს ანუ შემილია ვიღაცები დავემატო ხო ოღონდ უნდა იყოს ტიპი რა ოღონდ YouTube-ის მარტო YouTube ტელევიზორის არა ტელევიზორისაც შეიძლება ხო და ანუ ყურე ჯაჯანი სახე უნდა იყოს მარტო YouTuber-ები 4 გუნდი შეიკრება რა მარტო YouTuber-ები რო აიყო და თან არ არის რა არა YouTuber-ია მარტო YouTuber-ები რო გააკეთე იმიტომ რომ ეგრე ვფიქრობ მე რავი მაგრამ თუ გააკეთებს YouTube ლიგას გააკეთოს თავის პონჩი და ეგეთ თქვი ეგ არასამართლიანი იქნება ჯაჯანიძე რო დავემატო ეგ ყველას მოუგებ ჩეჩება ჯაჯანიძე ხო აჯო არის ჩამშლელია ძალიან კარგია და აგეცდებს გენდაცვალე იგი უნდა ჯაჯანიძე როგორ მოიგებთ იცი რომ არ გამოცხადდება არავინ ჯაჯანიძეს გააკეთებ ბიჭო და იცი არ ჯობია სენიორ ნახე არა თქვენი ისეთ ახლა ორგანიზატორი არა ვიცი არა მოვიცე რა არა, просто აი რა რთულია გაიგე ეგეთი შეკრება და აი თავის ოპერატორები, თავის მემონტაჟეებით, просто შენ იმას ამბობ რომ შეიძლება გაიპაროს. არა, შეხედე გაიპაროს, არა, არ მეპარებოდა რა. ზუსტად ვიცოდი თქო მართლა გეუბნები. ხო, ხო. კარგად ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ იმდენ ენერგიას ხარჯავდი მე ამის სხვების ნახსნაში. თან არ მიყვარს რომ აი ყურა ჩემია ძმა და როგორც ეგრე არის რეალურად რომ მართლა ჩემია და როგორც მინდა ისე იქნება. არავისთან ვალდებულება არ მაქვს და არც UEFA-ს იმის ტიპი არ ვარ რომ რაღაცა გავითვალისწინო, მაგრამ იმხელა ენერგია მეხარჯებოდა ამ ყველაფრის ახსნაში მე ჩემს სიმართლეს მკიცებაში. მე კრეატივისთვის რო აღარ მჩებოდა. ფასტო დროს ხარჯავდი რომ იმ კახეთის მერე ხო არ შეხვედრიან ესენი. ვინ? დემე და სირაძე ვსუხდება რა? უნდა კიდევ ვითამაშოთ, მეოთხე ნახევარი გუნდი არ მახსოვს ვინ თამაშობს. ვითამაშოთ, როცა მომდა. ბოლოს რანი რო იყო მართლა ხო იცი? ხო. ეგ მე ეგ მაზიაშვილი გასკდა იქ მიკროფონთან თქვა რა. ფეხბურთელები არიან ეხლა და ფეხბურთელები რო არიან მაგათ წაგებაზე კიდევ მე ხომ მგონია რომ წაგება მეზიზღება და რო ვაგებ რაღაცას აი ცუდად ვარ რა გული მიწუხს მაგრამ ისინი ყოფილი ფეხბურთელები კიდე აი თან ჟურნალისტების გუნდი გვერქვა რა. ჟურნალისტები ვიყავით რა ანუ მაგათ ბოლოს შეგიშვი და გაიტანე და დავამთავრე. ამას ჩემი კარიც აქვს ტაქტიკურად ყველანაირად აი იმ დღეს მან ფუსლითაც გავიტანე მან მაგას სანამ შენ ჩემი კარიც გაქაღებული. და მაგალითად მარჯვენა ფლანგზე ბეტონი ყავდა მჟავია.
კაფუ. აი რა სასტავით მოვიდა. დღევანდელ YouTube-ზე უნდა კითხო ზოგადად რა. შენ ერთ-ერთი ხარ, ვინც პირველმა შეაღეკა ერთ-ერთი, აი კალა მახსოვს რომ დაიწყო. მე სხვა შორის ერთ-ერთი მე ბოლო იყავ. ბოლო ნაკადი არ ვარ, მაგრამ შუა ნაკადი. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ვინც გაისროლა. ყველაზე დიდი ნაკადი როცა შევიდა, მეც მაგდროინდელი, მაგრამ ხო ხდები ხა იქ შენი აქტიობებით YouTube ლიგა იქ რაღაცა სერიალები იყო ის სუ არ ჩერდები და არც უნდა გაჩერდე, გაიგე? უბრალოდ დღეს სად არის და როგორ არის შენი აზრით YouTube-ი? კარგია, ბევრი რაღაცები გაიჩიტა, შეიძლება ეს თვათ კარგიც არ იყოს, როგორ არის. მე ვფიქრობ, რომ YouTube-ი ზოგადად ეხლა რას YouTube-ი არის სივრცეა რა, ანუ საბოლოო ჯამში გამოყენებს რაღაცა მექანიზმია და თუ კარგად იყენებ ამ მექანიზმს, შენზე კარგად მუშაობს. თუ გგონია რომ უბრალოდ ვიღაცის შემხედვარე გგონია რომ მარტივად შეიძლება რომ ანუ როგორც ბიზნესი არ ვარ გა, იმიტომ რომ ბევრად თუ ფულის საშუალად შედიხარ, რომ ეხა ამას ბიზნეს დავიწყებ, მე ბიზნესად და მარტო ამას გავაკეთებ და ვიქნები კარგად. ეგრე არ არის, იმიტომ რომ ვერ იზამ მაგას რა. ანუ თუ შენ არ მოითხოვს დროის დიდ ნაწილს, მართლა დიდი დროს დათმობა ჭირდება. არის რომ მონეტიზაცია ამისი კიდევ უფრო რთულია და კიდევ უფრო დიდი დრო უნდა. მაგ დროს და მაგ რესურსს თუ სხვა რამეში დახარჯო, მაგალითად და ჩამოიტანო და გაყიდე, უბრალოდ ფულს ისაუბრე. ანუ ამით შენი მოწოდე ხო უნდა იკაიფო. შენ თუ არ გისწორდებ, ეხლა მე აი რავი რომ ბასტორო ჩაწერო ჩემ ვიდეოზე ჩემ არხზე მეტად სხვა არხებზე ვნახავ იმიტომ რომ მე მაგრად მევასება რა ანუ დავდივარ მევასება აი კამერა რომ აი მე თავიდან მაგრად არ მინდოდა და ეხლა მაგრად გაიფობ უკვე აი ეხლა თემასაკში ხო ცოტა ისე თემაა ამბობ ამას არა ეს თემა ვინ არის 60 წლის YouTube-ი გინახია ქართველი არა ხარ ჯერ 60 წლის და მე ყველაფერს თავი დაანებე შინაგანად ბავშვი ხარ გაკეთე და გამისწორდა აი გააჩერე შემი შენ შეგიძლია რომ გააჩერო აი გააჩერე რა სასის ჩაუდე პირში გაჩერე სად მომეტა რა კაც პროსტა ისეთი გარყვნილი კაცია მაგიტომ გააკეთე ეგრო სხვა რაღაცა გაიფიქრა სოსისი მოწუწნიკი სხვათა შორის მოწუწნიკი არა ეგ შენგინა მოწუწნიკი ნუ და წადი ბროჭი მოუ კომაქს მოწუწნიკს მოეძახე თუ შენ მე არ ვეძახე კაცო ეს არის კომაგი კომაგია ხო და ეგერე წყალი მოდის ბროჭიდან თუ ხან საბა ხო უნდა შეუბერო აი ბროჭი ბროჭი ხო ბროჭი მოუჭირე ბროჭს მოუჭირე ნოდარ აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ აქ თუ არ იკაიფო, ვაფშე სადაც მიდიხარ და პირველი გათვლა ის გაქო, აქ დიდი ფული უნდა გავაკეთო, მე მგონი უკვე ადიოსა. ეს უნდა გქონდეს რა, ანუ ხო, რა ეხა ფეხბურთის თამაში, ფეხბურთელი იმიტომ რომ გახდა რომ ბევრი ფული გინდა და ეხლა ეს თემა ეხლა ტიპი თუ ხარ ფეხბურთით ცხოვრ, აი ვინც ფეხბურთით ცხოვრობს და აი ფული ავიწყდება თამაშზე და მოგებაზე ფიქრობს და თან სიამოვნებელს. აი კვარა. ხო, რა კვარას. ქართული ყველაფერი დაამსხვრია. სპორტული ტიპი არის. ეხლა მაგალითად რაღაც კრესტიგნოლიქში რომ მოუგო დაგიждდება? სანამ არ მოგიგებს, გეთამაშება და გეთამაშება. PlayStation-ს მაგრა თამაშობს, ხო გამიგია? გეიმინგი ევასება ვაფშე. ეგ ასაკე 24 წლის არის ხა და უეჭველი ყველა, ანუ იმასაც თამაშობს რა. PlayStation-ს მეტად უფრო იმას თამაშობს რა. PC gaming-ი რაცა, ხო. და გრეხეთბოლი ევასებათ კიდე. შოტლანდიაზე რომ შევიდე იქ. ალაკობანა. საული. ხო და ეხლა ხო იყავი შენ ჩასული ერთ-ერთი ბოლო მატჩი თუ ლიგაზე არის ხო ჩახვედი? მე ჩავედი რა ლიგა 1-ის experience-ი ქვია რაღაცა ისა რა. გაასწორა. კამპანია თუ რაღაცა ჩამიყვანეს. მანდაც აი ხა იქ მანდაც როგონია რომ აი გაცვალეთ. იგულა ანუ დილის 8-დან 11-მდე დაგეგმილი იყო სად მაღაროში ჩასვლა და იქ რა აქ ანრიმ კედელს მიეყულა და ხელები იყო და ანუ აი მაგას მანახებდნენ და რაც იგუგლება მაგის ნახვით ცოტა ვერ კაიფი რა რამე რა ანუ აი ხო აი ბაზაზეც ვიყავი PSG-ს ბაზაზეც ვიყავი მაგრამ აი უკვე რომ გადავედით იმაზე რომ აი აქ ესენი იმაშვებიან აქ ანუ აი ბაზა ვნახე მაგრამ უკვე ძალიან დეტალურად 4 საათი რომ ბაზის ექსკურსიაზე ვიყავი ძალიან დამღლელია ახლა სხვა რაღაცები ულტრა დამღლელია თან დილას გაღვიძებენ ადრე თან ყველა ჩავიდა აი როგორი იმიდან იცი რომ პირდაპირ რეისებით ჩავიდნენ ყველა რა ეხა საფრანგეთში იქიდან ავსტრიელები იყვნენ გერმანელები ჩაფრინდა ჩვენ ჩავედით ჯერ თურქეთში მე თურქეთში 4 საათი მიდექით მე 4 წავედი და დილას ჩავედით გადათენებულზე და ეგრევე რაღაც აქტიობა დაიწყო და ისინი მოწესრიგებულები ნაფანავე გარეცხე გავარცხნე ბიჭო აი მე რაზე ვიკაიფე კიდე იცი ამას წინათ ქორო ყავდა რა და იმასაც ვთხარი მაგრა გამისწორდა YouTube-ის ძალა კიდე ვნახე იბერიას თამაშზე რა მიხეილ მესხის სტადიონზე იქ მე არ უკარგავ იქ ვინც მივიდა თავისი მუღამი და სიყვარული მაგრამ YouTube-ის აი ამ PR-ით აი ამ თქვენი შესვლით დახმარებით იქ ქორო შენი ამბავი ვიცით იბერიას ამბებზე
ძალიან ეტყობოდა, სულ ახალგაზრდები იყვნენ რა. ეგ ჯერ არის, მე მაგას ვიძახდი რა. ეგ იბერიის მხრიდან არ იყო პირდაპირ კეთილი რა. ეს იყო როგორ რაღაც იყო, იცი? დალაგდა ეგ. ანუ სურვილი გაჩნდა, რომ მე და ქორო ფეხბურთელი იყო რა თავის დროზე და რაღაც ტრავმა მიიღო და მაგრადევასე ხა ჩემზე 10 ჯერ მაგრა უყვარს ფეხბურთი რა. და მე სურვილი მაქვს უბრალოდ რომ საქართველოში ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ საქართველოში ეს ზეიმი რაც ეხა იქ რო ჩავედი და სენტეტენის ლიონს რო დავესწარი და რომ ნახე რომ ქალაქი ეძინა მთელი დღე და იმზადებოდა საქართველოს აი ლიონის კეთილი შური გასკდები მოუგეს ლიონს რომ დავინახე ეგა რამხელა ზეიმია რა ანუ ეგ მოქმედებს რა კი გადამდებია გინდა ანუ უყურე თვითონ ანუ ქვეყანაშიც რო ეგეთი რაღაც გაქვს, ქალაქში რო ეგეთი რაღაცა გაქვს, ერთობაზე და იმაზე მოქმედებს, ანუ ყველაფერს რო ფეხბურთს, ბურთს, სპორტს რო თავი დავანებოთ, სხვა ღირებულებაც აქვს, მაგას რომელიც საზოგადოებისთვის კარგზე გავლენას ახდენს რა საზოგადოებაზე და მაგ ამბავში ძალიან მინდოდა რომ რაღაცა იქნებ წვლილი შემეტანა. კითხვა დავს, რომ იქნებ წვლილი შეტანა შემიძლია. და მაგის მერე დაიწყო ეგ რაღაცები და ძალიან კარგი და ეს თან როგორ რაღაცა ის რომ ეს გეგმა კი არ არის და ეს რაღაც კონტრაქტი კი არ არის. ანუ მე არავინ ანუ ეგ არის გულწრფელი დამოკიდებულება ჩემი იბერიის მიმართ სულ იყო რომ მაგალითად საბურთალო როცა იყო რა მე საბურთალოელი ვარ მე მეც პირველ დღეებიდან ვიყავი მაგის ქართოსა ჭუმბურიძე და ის დაწყებიდან საბურთალო დაერქვა ქონდათ იმედი რომ საბურთალო მივიდო და ხალხი მხარს დაუჭერდა არ მოხდა ეგრე რა ხო აი უბნების სახელებზე იყო ამერი იყო გდანის გდანში იყო ბარი დადიოდა მედეს ცოტა ძალიან მე მაგდროს მე ლოკომოტივში ვიყავი და თამაშებს ხო დავდიოდი მან ხო და ნუ მე კამათები ხო და ჯერ ადრეა მე მგონბამბობ რომ იქაც მოვიდა იქ მოვიდოდა ხალხისთაც რა მაგრამ აი ეს დროთა განმავლობაში რა უნდა გამოჩნდეს ეს კონკურენცია ჩვენ თუ მაგალითად იბერიას ვქომაგობდით და ეხლა ეკრანზეც ვქომაგობთ თამამად და ვამბობთ რომ იბერიის გულშემატკივრები ვართ რა გამოჩნდება სხვა გუნდის ეგეთი ტიპი რომ კონკურენცია გაჩნდეს და მე კონკურენცია ხო ბარსას ფანშოპი რომ გაიხსნა და ვაჭრობს მაგალითად იქ თანხას დღეში რა გვერდზე რომ რეალის ფანშოპი გაუხსნა 2x თანხას ივაჭრებს 2. აგე შემოდგა კონკურენციის გამო აგე მაგალითი გვაქვს რა აფთიაქების და ბენზოგასამართის აგურები არ ყავს. აი ფანებს წარმოგიდგენ ამხელა ის მას იზავს შენ რომ აი იც უცებ გადიოდეს ინფორმაცია რომ საქართველოს რეალის ფანშოპ ამდენი ვაჭრა, ბარსას ამდენი ვაჭრა და რეალი აი მოდი არ მინდა ეგრე ბარსას ჯობნის რა. ხო, ამდენი კაც შევიდა, იქ ამდენი კაც შევიდა. და შეიძლება რეალის გულშემატკივარმა მარტო აი მის დასაბალანსებლად შევიდეს და რაღაც იყიდოს რომ ეს საქართველოს ეგრე იყოს უვიმე იყიდო და იყიდი და 600 მესედეს უვიმე მეორე დღეს მეორე ყიდულო და საქართველოს გუშავა ეგა რა მაგიტომ დაიწერა ის სიმღერა სხვათა შორის ვიყიდიდი მესედეს მაგიტომ დაიწერა პირველი ნახე და რაღაცა ფრაზები გავხსენ ისე და უყურე მოკლეტვის ყოველთვის გზელიანა აქვსო. ხო მერე? არისტოფანემ თქვა. არისტოფანე შენის გონია რა ქვია. ნახევარმცველი ამისა მოქმედი. კიდე წაგიკითხო. კატასტროფა. ყველაზე დაღლენია იმ ადამიანთა ლაპარაკი რომელიც ყოველთვის მართალია. აბა ვინ თქვა? შენ. აგატა კრისტი. უსიყვარულოდ ადამიანი იგივე არა მიცვალებული შენ. იმიტომ არის შენთან რო მიცვალებული შენ. ეს ლევან ლევაშვილმა მასწავლა. რა, უკეთ კარგი არის სწავლა იმ კაციდან. კარგია, რა გინდა. იმიტომ არის ამასთან რო რეკა. ეს ვიცი რა არის. ხო. ეს არის ოღონდ არა, შეეხურებულები. ახლა ეს ყველაფერს იმას აბა რო კითხო რაღაცები არა. თუ ვიცი. იმადაც აუბამხარი. ხო და ვისარგებლებ ეს. ხო და ეგ თავიდან ესე იწყება, მე მოყვა რაღაცები. ამ გარყვნილებას გამხვდავ, გამტვირთავ ეხლა ყველაფერს და მეგობრებო გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი ლაილაის YouTube არხი, დაალაიქეთ აი ეს ოქრო კაცი, იმიტომ რომ ბევრ მაგარ რაღაცებს აკეთებს. ხო და ეგ გადამდებია და ეგ მუღამი მე რო დავინახე, ნუ ეწყინება ეხლა 0-1 ეხლა იბერიას ფეხბურთას უნდა ვთქვა რა. რომ მივედი იბერიას ფეხბურთას. აი ხო არის ეხლა ფეხბურთელები რა ამდენი ნახე რას ვიძახი აქამდე იბერიას თამაშზე ამდენი ხალხი მე საკვალიფიკაციო სვამობ ხე ჩემპიონატი არც განიხილება სამწუხაროდ ხო სამწუხაროდ არ დადიან კიდევ მეორე იმიტომ რომ გადამდებია უნდა მიყო არა ეხლა იყო ანშლაგი ბიჭო თან პატარები გოგოები ბიჭები ეხლა იქნება ანშლაგი მეორე თამაშზე მგონია რომ მე მგონია აქედან თამამად მივმართავ რა აბა ამდენი 6-0 ან 6-ით შეიძლება. ძალიან ცუდი გუნდია ის, ლევადია. 3 არ მინდა. 3 არ მყოფნის კაცი. იცი რა? ცოტა გვერდზე თუ დაარტყავენ, როგორ წინაზე ურტყავენ. აი ხა მაგრად მინდა, მე მინდა სულ ეგრე ვამბობ რა, ბარსა რეალი რო არის ხოლმე. ბარ რომ ეკითხენ ანგარში მოსჩება, 5-0 ვიძახი, 6-0 ბარსას. 5-0.
სულ ამოტენოა სულ ეგრე უგებს არა თუ ამოტენოა ხა PSG ინტერზე ზერთხიო ფინალზე არა PSG ინტერზე რა ვთქვი იცი არა PSG ინტერზე ვთქვი რომ ინტერმა რაც კი იღბალი ამოწურა ყველაფერი დატოვა ბარსას და დახარჯა ყველაფერი მგონია რომ ყიბავებიც კი ჩარიეს ამ ამბავში რომ შამანები ხო რომ გამოეგდო ბარსა ბაჟე ბალანზე დიმას მოაწმევინეს რომ გამხარი იმაზე რა ქვია ბარსა შეიძლება დაედუღებინა ესენი ხო და მე ვთქვი რომ მეთქი იმიტომ გამოვარდა მეთქი სულ თავიდან ახლა მე ისა იმას მიმდინარეობას გეტყვი რა PSG-ში შევედავდა კვარა და იყო ამდენი ის რომ სად გადავიდა და უისტორიო და უსიწყო და მე ვამბობდი რომ იმიტომ გამიხარდა PSG-ში რომ გადავიდა თქვა ნიუკასლი მინდოდა PSG მინდოდა რა ხო ნიუკასლი მეს მინდოდა PSG-ში იმიტომ ოცნება ბიჭო აი PSG-ს ქონდა ოცნება ეს ხედე ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ოცნება შენ რა გიტო ბიჭო შენ ხوار გეუნები ბასტოს ვეუნები აცალე ამთავრებინე ბიჭო ამთავრებს მე ხო და მაგას აქ დაყვება რა ყვარას აქ ეგ აურა რომ რაღაცა ოცნება უშუალოდ გუნდს როგორც ნაპოლის უშუალოდ PSG იმიტომ მომეწონა რომ შესაძლებელი იყო რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო ამასთან ერთად და ამასთან დაილინკებოდა იმიტომ რომ სანამ ეს გადავიდოდა გუნდი აგებდა რომ გადავიდა მოგებები დაიწყო მართლა როგორც კი გადავიდა PSG 5-0 4-0 ვარდებოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან რა ხო და ეგ უთქვი ოღონდ ძალიან სანამ ფორმას ჩაიცვამდა ვაფშე და მე ვთქვი რომ იმიტომ გამოვარდა მეთქი ბარსელონა თქო რომ მოგებდა თქვა PSG-ს მოგებეც ეგრე მგონია და მე რაღაცა თქვი კიდე და ეგეც კაი იყო რა არ მაქვს აი კვარა ცოტა შორიდა რომ დავიწყოთ აქ რო ჩამოვიდა ბათუმში ჯერ იქიდან დავიწყო აქ დაიწყო ქართული ფეხბურთის აღორძინება ბარას თამაში აი ეგ იყო მაგითი დაიწყო აი ეგეთი უნდა იყოს აი ბათუმის დინამოს თამაშებზე რაც ხდებოდა კი ბათუმი ეგ უნდა იყოს გამისტორდა მოტეხეთ ფეხი რო იზახეს მოგა გეუბნება ჯანდაბა შენი თავი ხალხი რო გადმოვიდა ეგეც გამისტორდა და მე ხო წავიდა ყველგან უყურე ხა როგორი ივლიანი ტიპი არის და ნეტაი არ დაუმთავრდეს რა ის ზურგითაც რომ მოტრიალა და გოლი გაიტანა ეგეთ შემთხვევით კი არ გასულა დო ეგ კი არ მე კი არ მივთქვა რომ მაგითი გააქვს მაგრამ მაგას უნდა მოუსლოდა ეგეც რა ანუ ყველაფერში ტიპმა პირველად ისტორიაში პირველ ფეხბურთელს რო უყვართ პირველად ისტორიაში პირველად საქართველოში ყველაფერი გააკეთა პირველად სერიაში ჩავიდა პირველად საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის პირველი ქართველი საუკეთესო ლიგის ყველაფერი და გაყო ეს რა პარიზშიც რა და ნაპოლი დააბრუნდა წონასწორობაში. ნაპოლი, ანუ ახლოსაც, ანუ ძალიან ერთხელ იყო ახლოს იმ კავანის და იმის. არა, უკვე აქეთ ბოლოს სარის. ჩვენ თუ ვიყავდა ხო და კავანი არის იყვნენ ხოლმე. კავანი ჰამშიკი. იგუაინ, მერტენსი, ინსინე. როგორ აკეთებს მერტენსი ენას? შენ აკეთებ მაგას. შენ ხარ მაგის პედაგოგი და შენ ხარ ლექტორი. ხო და სტუდენტისგან მაინტერესებს, კაროჩ, პედაგოგი. ეს არის ლექტორი, აბი დაარსებულია. შენ წეგა რომ ამბობ გამიხარდაო რო თქვა უყარაზე წინა ეპიზოდებში ამბობ რომ პირიქითო რო ყოფილიყავი მუშტე დავიკლავდიო ეგ რო თქვა უყარაზე რო ფეხი მოტეხეთო ვიღაცა ბალაზე ეგ რას გეუბნები ბიჭო რო აიცი ხო და გეო შენ გაკ წაკითხული შენ არის კროდან რო შეხედო ნახე ყველაზე კარგი იყო რომ ყველაზე კარგი იმდენად უყარს თავისი გუნდი რომ ამაზე ამბობს რომ ფეხი მოტეხეთო ხო მაგრამ კაი ეგრე იყო იქ კაციშვილი არ იყო რა და რო იზახის ნორმალური ყველაზე კარგი იყო დინამოზე რო ხალხი გადაგინა რო უყურებდი ეს მე მომდის აბა რა ნუ აბა მომეცექს არის დაბახუცები ხო არა ხარ არა მელოდი ძალიან მაგარია შენ არ გეტყობა რატომ მიყვარს შენ ტანზე რომ ცხელა ლუცოს ტემპერატურას გიბალანს არა ისე ცხელა მაგრამ კიდია ხოლმე აშენ ერთი ვისკის მიაყოლა და დაიკიდე რო ცხელა რო სვავ კიდე ცხელა და იქ არა რომ ცხელა ისე არა რო ოდნა რო შევზარხოშ კიდია რომ რა და რო ხიზე რო არც იმატებ ხო წონაში კი როგორ არა 80-მდე ავდივარ რო რამე მაგრამ არც გეტყობა დო რა არა ეხა 70-ზე ვარ ჩამოსული კაი არა მე იცი რა YouTube-ზე რამე სხვა რო და ველოდო სერიალებს ან რაღაცას ეგეც YouTube-ზე რას უნდა არა ჩემგან არ ვიცი მაგრამ მე ვისაც ვიცნობ უნდა წინს მას უნდა ელოდოთ რა YouTube სამყაროსგან ეხა ჩვენ საქმეს მაგალითად ჩვენ თუ გვაქვს პასუხისგებლობა რომ ქართული სპორტული საფეხბურთო ჩემპიონატები კარგად იყოს და ვინც თამაშობს და ვინც გვიყურებს მათ ყოველთვის კონდეთ სათამაშო და საყურებელი მაგას მიუხედავთ ჩვენ არიან არხები და ყველა თავის იმას იზამს ანუ მეტი ფული ანუ რა ფულიც შემოდის იმასთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა. აჰა, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ხო რა. ესე იგი, თქვენ ჩამოყალიბდით როგორ იცი ბასტო?
YouTube-ის UEFA შტაბი ნახართ რა. ანუ ფეხბურთის ღონისძიებები რა. მაგრამ მინდა რომ სოფლიოზე სოფლიო მაგამბაოზე გავიწიოთ რა. ხო და ისეთი ნაბიჯები იდგმება და ისე დაძარით ეგ თემა როგორ დაიწყეთ ხო მახსოვს იმედი სტადიონზე რო ჯერ ჩანაწერები იყო და ვითომ ლაივი და მთელი ამბები და მერე უკვე PTS-ი და მთელი ამბები შემოვიდა. ეხა ბოლოს ეხა kick-off-ის ლაივი კარგი იყო ძა. არა ყველაფერი კარგი. და ეხა ისინი ტიპები ვინც უკვე ჩამოსულები იყვნენ ისინი უკვე მოვწამლეთ რა. ერთი სული აქვს როდის იქნება კიდე იმიტომ რომ კი არის ეს მედია ლიგა და რაღაცა, მაგრამ არასდროს არ უთამაშიათ მოწინააღმდეგე გუნდი, ანუ ეროვნულ ამბავში არ უთამაშიათ. კი უთამაშიათ ეს ხალხი რო უყურებენ და რაღაცა ყველას რო თავისი საყვარელი YouTube-არ ხსნულ შემატკივრობს, მაგრამ აქ რო ნახეს რო იქიდან და რაღაცები და სხვა მუღამია. იქ დანდობარი იყო სტადიონზე და გამოწევა იყო და მართლა იბრძოდნენ თავისი სახელისთვის ჩვენ თავისთავად მიუხედავად იმისა რომ სუპერამხანაგური თამაში იყო. ხალკი არა თამაშობდა. აუ ხალკი რა საყვარელი. ეგ დაყარა დაბლა. აუ YouTube ლიგაზე რა საყვარლად არა. მე უკრიდან რახე ეკადრე უყურებდი და შენი ვეთქი იყო YouTube ლიგაზე. არა ვერც მივხვდი ვერც წარმოვიდგინე და რომ მოტრიალდა და ეს dobri სახეროა კიდე. აუ მან რა მევასებოდა იცი? კიდევ გაიტანა ბიჭო, როგორ მინდოდა გაიტანა. და მან რა მევასებოდა იცი? გოლი რო გავიდო და რა იმაში YouTube ლიგაზე, აი დინამოს აკადემიაში ჩატა და როგორც პირველ მერცხალში ხო სტადიონზე რო ხალხი შემოდის. რა გოლზე გადმოდიოთ რე. ცხეთმა რომ მოჩენილი იყო ანგარიში 9 ჯერ, აი ხო შეიძლება იყო რა. გოლი გავიდა. შემოვიდა ერთი 1000 კაცი სტადიონზე შემოდის, გაყავს სასტავს, გავიდა, გაყვა. ანუ ორ წამში გოლი გადის ისე. კიდე 1000. მერე კაჩაობა რო ვიდო და ბიჭო ჩაიშლება ადით რა გეხო. არა, არ ყოფილი იქნებოდა ეხა არა. არა ის სიტყვერიანი იყო რომ არა. საბოლოო ყოფილა რა, ბიჭო და რა წითელი ის კი, მაგრამ ეგ ფეხბურთია რა. ეგ თუ არ არის ფეხბურთში. ეგეთი მაგარი ფეხბურთს მუღამის მაგას ვატრაკებ რომ არის დაძაბულობა, არის მოგებული და შენ იყო იქ ავტომატი და პისტოლეტებიც იყო გასაგებია. ხო და ფეხბურთი არ არის ეგეთი სანახაობრივი სპორტი რა, რომ ეგ გამოაკლო რა. ბენდელასთან თამაშობთ ხოლმე სასახლეში და იქ არც გვარებს და მე ვერ ჩამოსვლი და ყველა მიცე ხე. რა ხან დაიწყე თქვი? იქ წასვლა, სახში წასვლა, გამოსვლა და იმითი მოსვლა ფიშტოთი და მაგრამ მე ბანკეტები თავდებოდა ხოლმე, არაფერი. ამას ყავდა მაგარი ბეტერი. ერთხელ დაჟე ისროლეს კიდევაც, თუ ვიცით ეგ ისტორია არ ვიცი და მოხდა იმას ბატონ ალეკოს ფეხში. ვინ ალეკოს? არ იცი რა? არა, ვიცი. ხო და რო არის ჩაიგდე ენა შეჭამი. ხო და კონკრეტიკა მინდა. სროლა იყო. ერთმა ვინ არის? თამაშს მე რაღაც ამბავი იყო და შელაპარაკება ბახტა მოხდა ბატონ ალეკოს. და მაგრამ ხო მე ერთ-ერთ ფეხბურთელს გადავეფარებდა და საკაცეზე იწო პაპიროს ეწეოდა. ეხლა თუ ვიტყუებოდე და კითხები თუ არა მეცადებოდეს თუ მომაწობით გვარებსაც გეტყვით. ამას ყავდა როგორც ეგ მართლა სასაული იყო და სპეციალურად. მარსოს პირველი არხის არის გადავარჩინე. ზოოპარკში ვიყავით, ახლა ბავშვი არ თქო და პირველ ახთანო და ზოოპარკში რა კალეთკაში თუ სანახავად იყავ. სანახავად. და ესე ვდგავარ და ვიღაცა მოდის ლონდონ პარიზ, რაღაცა და გამოწეული ისინი. რა ლონდონ პარიზ. პრობლემები და ის აქვს, მაგარი ბეტერი ყავდა აი ამას. და იქ დაკრუგა ეს ყובה შიგა აი რესპუბლიკის მოედანს რო იძახი დაკრუგა ან ცოტა ხნის წინ შუტკას რეიბანები და ესე თავზე ლენტი გეღადავე და შენ ადრეოს როლები აა იყო ეს იმ პერიოდში შენ ბიჭო ვაფშე მაგთემაზე ღადავი ცოტა ყლეობა არის მეგონია რა შენ როგორი ნატურაც ხარ ნატურა ერის უმყავს არ არის პრობლემა შენ როგორი ნატურაც ხარ შენ რო დადიოდი ბეტერით ეგ იყო მთელი თემა და ეხლა ამას მე ამოწევ თაბა სერიოზულად რაღაც ყალეტალღაზე ხარ აწყობილი შურო არის რაღაც ვითომ ცინიზმი თუ რაღაც ყლეობა იცი რატო ჩემი ამოცანა რო აგანტო მე გმევასე ამიტომ აგანტო ის ჩაგაქრობ შეჭამდა ფეხზე დადგები ერთ საათი თუ დაწყარ დავოკადი გეუბნები რა შენ აი ამოწევი დამატა რა მოგიწევი ვინ ამოწევ დევამონტაჟებ შენ რა გაკამოსაჭრელი ზარმი და ლიგაზე გამოხვიდა წვრთნელი სამპულაში იყო და შენ ვინ არის იცის ამ ტაქტიკა მან ანუ და შენო რატოღაზია წუბილი გადა ზასუ ეგრე არის ეს თქვენ გააბლატა ბიჭო თავი კიტრიე აუ ეგეთი წარა ხარ ეხლა რო ხარ ხო ძერო ეგეთი წარა ხარ რო ისეთ სიტუაციაც არ იქნება ეს არ მეგონა და ბიჭო დამამთავრებელს ამათლა უნდა მითხრა ჩაწერის ვერა ხარ ჩვენ ბუდისტი პილი უნდა მითხრა აბა რა ჩერდები და გაკეთე როდის ჩერდები ხო და მცადე იმ დღეს და შემილია რა იდეაში რა ის არა კაი აჯიკა შენ ფათაშოვის დღეს თამაში მოგწევს თამაში ის თამაში ეს აჯიკა არის დოგვია რატი არის არა ის გასინჯი აი ბოსტო წითელი რო ბოსტნეული თუ რა მაგარი გემრიელია ჩამოხჭობანა გვაქვს მოფიქრებული კოსლო აუ ეგ ძალიან კაია გასინჯი ჩამოხჭობანა გვაქვს მოფიქრებული ბასტო სიტყვებით იმედია ხო აბა
დავაი ვითამაშოთ. მე მაგრამ ეს ვთამაშებ. შენ კაი თამაშები გაქვს? იმაში ხო იყავ მაგიდის დერბიში თუ მეშლება? მაგიდის დერბიში ვიყავ. ეგონც რომ სანამ სუპერ კომპეტიტივ გახდებოდა. აუ ვიღაცა მანქანა მოიგო თუ რა არის. ბაღ ზარია. შემოვიდა. მაგიდის დერბი ახლა იმაზეც ძალიან კაია. ისე ვილაპარაკებ რომ გაჩერდება მაშინ ვთქვა. ან ისეთ ხოძე არის ხდა ისეთი კითხვებია. კაია. გაჩერდა. ისეთ ხოძე ისეთ ადრე იყო ცოტა სხვანაირი, ადრე იყო გადაცემა თქვა და ეხლა მიხვდნენ რომ ძალიან თესლობა მოვიფიქრე. ძალიან კაია. და უკვე ის არის რა უკვე ჩემპიონი და სერიოზულია. სანამ ეგეთი გახდება არ დამყოფი ქოროს იმას უკენი. გომლოსინას უკენი. იმას უკენი. არა, კარგია, კარგი ისე ჩვენ გადაცემაზე რა სიტყვი ხა კი არ გეუნები რომ აქ და რა. პროსტა თქვენ გუწბელად გითხარი მართლა არ მეწყინება და მე გეტყვი. გეტყვი. აი ხორომ გითხრა. ეს არის არა. გუწბელად გეუნებთ რა. ყველას აქვს თავისი მიზანი. შეხედე თქვენი მიზანი თქვათ არის გადაცემის კეთება, მაგრამ რაღაცა სხვასაც ემსახურება რა. სხვა ძალაუნებურად. მე გეტყვი ძალაუნებურად თქვენ რას ემსახურებთ რა. რომ შესაძლებელი არის, ანუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ რატო არის უნივერსალური YouTube-ი რა. ტელევიზორიდან გადმოსვლები. ხო, შეხედე თქვენ მოირგეთ ესა რა. აი ხა რაღაც რო ყოფილიყო, ბეთები რო ყოფილიყო, სანამ დაიწყებით მაგალითად რა. თქვათ არ არსებობთ და ესეთი გამოვიდა რაღაც ამბავი, კუში გამოვიდა, რომ თქვენ აკეთებთ რაღაცა ლაილაის აპირებთ ესეთ რაღაცას, ეს ორი ადამიანი YouTube-ზე და ძალიან ბევრი დაიბეთებოდა იმაზე, რომ короче უფრო სატელევიზიო, აი, ხო იცი ტელევიზია, პათეტიკა რაც არის. ეგ როჟაებოდა და არა ეს და ბევრი წააგებდა მაგ კურსს, იმიტომ რომ ბევრი დადებდა 90% დადებდა იმაზე, რომ არ იმუშავებს. და თქვენ ანახეთ ის რომ იმუშავა ჯერჯერობით მუშაობს დამიჯარა კი ანუ იცით სულ რომ ციფრებზე არ არის მუშაობს თუ არა რა ანუ რამდენ ციფრს არა მუშაობს არის რომ რა ვაიბია როგორ იყურება როგორ კეთდება სად მიდის როგორ გზობენ მე გულწრფელად გეტყვი რა მე მირჩევნია რომ გრასიას კარგი სტუმარი მოვიყვანო და ნაკლები ნახონ კონდეს პირდაპირ გეუბნები ეგ არის შენი გამომწერების ორივე და კი შენ ვინც გიყურებს რა და შენი გამომწერებიც ის კი არა რომ ვიღაცის გამომწერი შენი გამომწერი ასუხის გებლობა გაქვს ის რომ კაი გადაცემა გავუკეთო და არა ვაირალ გადაცემა გავუკეთო თორე ვიღაცა ტიტველი ხარო დასვა აი აქ სუაში და თქვენ რო იბაზროთ ბევრი ნახვა იქნება იმან ხმა არ ამოიღებს რა ეს ესე აკეთებს რა ესე რო გააკეთოს უკვე ეგ სერიოზული თემა არის ხო ამასაც შეუძლია ეს ეგრე აკეთოს და დააკვირდი საბრინას ძუძუებიო მე მეუნება შეიძლება მოძეკია ბევრი ნახვა დადო მაგრამ გაგინაწყენდება რა სიგანმოსი მამის ტოლა კაცი გუშინ სკოლა დავამთავრე და რეებს იძახე რა სკოლა დავამთავრე 50 წლის ხანში ძმა ისე ეხლა რა გამახსენდა იცი ჩემს უნდა გამახსენდა მე ლოკომოტივში ვიყავი 2 სეზონი დირექტორად სპორტ არ ბაჟი ხურებს გახდიდა დანიშნული არა ლექსონ დამიძახა თოფურიამ და მაშინ ვიშოვდი რა ეთერში ვიჯექდა მე ვთქვა ინტერესა კონფლიქტი რაღაც არის მე და არც ერთხელ არ მოუთხოვია რომ ჩემე გამაშუქია რაღაცა რა მაშინ გავიცანი ყენია პირველად ესპანეთში ვიყავით ერთად 14 წლის იყო ყენო მაშინ რა და იქ 24 ბურთი გაიტანა და რაღაცა პასკას ტოპეაკო ესპანელმა ვერ ითამაშებს ისო და რაღაცები და იდეაში მე ძალიან გული დამსდა რომ ყენო ვერ ითამაშა რა ეხა ბევრი მიზეზი იყო მაგის მაშინ იყო ლაპარაკი რომ ამაზე ლაპარაკი ტურაშვილიც იჩხუბობდა რა დაარქვით ამ ლოკომოტივს გადავგი ვაკე დაარქვით რა იყო მაგაზე ლაპარაკი უბანის სახელი ხო აი როგორც საბურთალო ხო საბურთალო ხო იყო არ მუშაობდა რა არ მუშაობდა და ეხა ვაკე დაარქვით და აი იქ ნიაზას კლუბი იყო და იქიდან მსვლელობა თამაშის წინ გავაკეთოთ ხოლმე და იყო მსვლელობები იყო მაგაზე ლაპარაკი და საუბარი სუმიდიოდა რა და არ არის ძნელი თუ მოსახოდია აი შენ რასაც ეხლა ამბობდი რომ აი შენ და ხო რომ ჩაუდეგი რაღაცას ჩალიჩობ წვალობს გამოვა რა იმედია თუ მოედანზე თამაში არ იქნა, ხარისხი არ იქნა, მოგება არ იქნა, ვერ გააკეთებ მაგას რა. მე კიდე ერთი მაქვს რა, კიდე ერთი იქნები მაგიწილია რა, მანდ რა. მაგას ჭირდება კონსისტენცი რაც ანუ აი ხშირად უნდა ბევრჯერ გააკეთო რა. შენ ეხავ თქვა რომ ამაფ რო დაარქვით ვაკე და რაღაც ნაბიჯებია ხო და მსვლელობა რამდენჯერ გაკეთდა. აი ეგ გააკეთო მე მაგას ვამბობ რომ ეს უნდა იყოს სულ ერთხელ გაიგო იბერია ხო ადრეც ერქვა დინამა მაგრამ მალევე გადაასაგებია ანუ საფუძვალოს უყურე ეს რო გააკეთებ მაქსოლობას რო გააკეთებდი ერთხელ კი უნდა გააკეთებდი და ორჯერ სამჯერ ანუ ერთი წელი ორი წელი სანამ
ანუ თუ ამბობ რომ უნდა გაუძლო მაშინ. ხო, მაგას უნდა, ხო, გინდა, ხო. უნდა გაუძლო, აი მაგალითად შენ უნდა ამ გადაცემას ვაკეთებდი. შენ თუ პირველ გადაცემაზე 20 ნახვა დაადე ვთქვა, მარტო რა. და აი არ გამოვიდა. ხო, ანუ ეგ არის ყველგან ეგრე უნდა სუნდა აკეთო, ანუ უნდა გამოიღო შედეგი, ანუ გაწონდა დროს, ანუ 5 წელი იყო რეხაგელი საბერძნეთის ნაკრებში. ჩემპიონის სანამ გახდა. რატო არ გააგდეს, ბიჭო, ყველა თამაშს აგებდა თავიდან. თან პირველი არ მოხდა, რამდენი წელი არ ხდება? 2 წელი თამაში მოგებული არ ხდება. რა, პირველი თამაში თან ალბანეთთან წააგო, მახსოვს 3-0. არა, ხო, არ ახლეს ხელი, გაიგე? ჩვენ ეგ მენტალიტეტი გუპა. აი, ნახე, ჩეტკოც ვეძებთ სულ რა. ანუ ჩიტკოდი ხო ის რაც არის? ჯეტიაში შესოიან საკეთებოდა ბახთული დაგეცემა. ნახე, შენ ეხლა რაც გააკეთე, ხო, აი რასაც ჩალიჩობ შენ და ბასტო თქვა, ისა ხო რა, აი იბერიას თამაშობს. აი მაშინ რომ ეს აგავარდა სახეში არ მოარტყავ წერლიზე კინაღა მოკლავო აი საბურთალოს დროს აი საბურთალოს თამაშზე დარწმუნებული ვარ აი მაშინ რომ ეგ დაგეწყო და რო ყოფილიყო YouTube აი ესე რა ხო ხტები როგორც ახლა გაქვს და როგორც ჩალიჩობ ბევრად მეც გააკეთებ მე ჩემი გამოსახედიდან სიმართლე აი საბურთალოს დაკომპლექსი უფრო მევასებ ანუ მე უფრო საბურთალო ეხლა იბერია არის უფრო რამე ხო და იბერია არის უფრო გლობალურად კარგი პროექტი რომ რამე იბერია უფრო კაი პროექტია მაგრამ როგორც მე ბასტოს ლიჩნად რა საბურთალოსთან უფრო მეტი სიახლოვე მქონდა მაგრამ იგივე გუნდი ეხა ერთ და იგივე ხო არა მესმის სახელი სიტყვა საბურთალოსთან იმიტომ რომ საბურთალოზე დავიბადე საბურთალოზე გავიზარდე საბურთალოზე სკოლა დავამთავრე საბურთალოზე ეხლა ვცხოვრობ მანდ მინდა ისე ვცხოვრობ და მანდ მინდა მოვყოდე ჩემი თაობისთვის დინამო თბილისი ჩება სულ ჩემთვის ეხლა ყველაზე ისეთი მისაღები თემა დინამოა. ეგ რატო ეხლა მაგის ახსნა ხო არ დავიწყებ? ყიფიანის სენკოს ანახი და დინამო იყო რა, ერთი გუნდი იყო, თაკომბალა იყო, მოდი ესეც თქვათ რა. ყველა კაი ფეხბურთელი მოყავდათ. როგორც აი CSKA აკეთებდა. ხო ეგეთი ვახინჯი სისტემა იყო რა. ეხლა რა შინაგან საქმეთა რაღაცა პოლიცია იყო და ჯარში გამოიძახებდნენ ფეხბურთელს. და ნუ არ წახვიდოდნენ დეზერტირი გეუბნებოდნენ და მიდიოდი CSKA-ში თამაშობდი რა ეხლა. და მაგიტომაც მაინც ვერაფერს ვერ იგებდნენ, ბაზარი არის და იგივე იყო დინამოშიც ეხლა ვერი რაღაცა ის იყო დინამო თბილისი და ეხლაც აი ლოგო ეს ძველი ისე რომ გამოუშვეს. დინამო თბილისი არ შესაძლებლობა რომ მუზეუმი მაისურები რომ გამოვიდა. აი ბიჭო და მაგრამ იტყდება აი კაი თემა შეექმნა. ბაზა კაი, აკადემია კაი, ძმაო, იქნება ალბათ რა. დინამოს საპრეს კონფერენციაში რომ შევდივარ რა, აი როცა თამაში მთავრდება. ხალხი რა ხდება? არა, აი მუზეუმის თემა შეეხო და მაგრამ წყდება გული კაი რაღაც სენტეტიენს თუ იქ ბიჭო მაგიდებია მიჩოჩებული. ხო, ბიჭო, მაგრამ სენტეტიენს კი არა. ქეცვარო თამაშობდა. კიბზე რო ვიყავი ზოგადად. ანოცოში. მაღაზიები და მუზეუმი და სტადიონი. ხო და მაგას ვამბობ. მიდიხარ და საპრეს კონფერენციაში ბიჭო იქ მაგიდებია მიჩოჩებული ერთადევს თასები ყრია ესე. აი როგორ იცი, აი ხო იცი, ხვალ დავალაგებ რა. აი ეგრე არ არის, ეგრე. ეხლა მუზეუმი შეგვიძლია. შეგვიძლია რაღაცას გეტყვი სად არის? უყურე მე რო იბერიას ვეპარაკე. ხო. რაღაცა ჩემი იდეების მერე და სურვილების მერე რო ხო ტარიალს ხო ველაპარაკა არა ტარიალთან არის მისაუბრია საერთოდ ბიჭთან ტარიალი მერე გავიცან ხო ხო 6 ტიპი მოვიდა ეხა იმ დროს ჩემთვის ტიპი იყო ეხა ვიცნობ კარგად მაგრამ 6 ტიპი მოვიდა 6-ვე ჩემხელა და 6-ვეს ერთადერთი მიზანი იყო რომ რაღაცა გაიკეთებინათ ანუ ეგ არის მთავარი ანუ რა თქმა უნდა შეხედე ტიპები მოვიდნენ როგორ აი მაგან რა მიქნა იცი როგორ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ადამიანები სხვა მიდგომა აქვთ სხვანაირად ცდილობენ რა უნდათ რომ გაკეთება უნდათ ენერგია აქვს კი ბატონო სხვანაირად ფიქრობენ არაფერი ძველი რა 80 ანუ კი გარშე სხვანაირად არის ეხლა ვიწყებთ მოდი ეხლა შევკნო ეგ არის მნიშვნელოვანია რა არავის არაფერს არ ვერჩი შეიძლება პრობა ადმინისტრირება ბევრი რაღაცა უკეთესად იცოდეს მაგრამ მარკეტინგი რო არის აი მარკეტინგი რაც არის რა რომ კრეატივი ის შეუძლებელია რა 60 წლის ადამიანმა თავისით დახარჯოს დრო ანუ უყურე შეცვალოს რა ანუ გადმოეწყოს და იბერი არის ჩემზე პატარა გუნდი ანუ 1980 ანუ ჩემზე 2 წელი პატარა ეს 2 წელი პატარა გუნდი არ უნდა მიმართო იმისკენ რომ თქვათ რავი შენ არ გაბერებ მაგრამ შენზე იყოს აქცენტი გაკეთებული იყოს ახალგაზრდებზე ახალგაზრდა გუნდია მიდგომა ახალგაზრდა და მაგან საერთოდ გადამიხაზა ყველაფერი. ხო მქონდა სულ საბურთალო იყო ის, კარგი იყო, სუმინდოდა, ანუ ბავშვ სანამ რამეს ანუ 16-17 წელს რო ვიყავი, მაგრამ ეგ რო დავინახე, ეგ მიდგომა და ახალგაზრდები გამეჩნდნენ რა.
მან საერთოდ იმას ბასტო ეხლა ეროვნული ლიგა რა რო დაიწყება აგვისტოში ხა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მაგ ჩვეულებრივად კალენდარულ მატჩებშიც გეგმავთ ხო რაღაცა ეგეთი მე სულდავ მე კაროჩე არა შენ და დადიხარ ვიცი მაგრამ მე რას ვიძახი აი ხალხის მოყვანა მე გეტყვი რა ესე არ მინდა მე არ მწამს ზოგადად ერთ რაღაცას ხო რა მე რომ შემომთავაზონ ფული თქვათ ისე მომents რა არასდროს არ ავიღებ ფულს გულშემატკივარი ანუ შეხედე როგორი რაღაცა გულშემატკივარი არის ორგანო ნამდვილი უნდა იყოს მე ყველა თამაშზე მივალ დავდივარ საშინაოზე უეჭველი რა გარეჯე თუ თამაშობ გვერდზე აქ შეიძლება გარეჯეც მაგრამ საშინაო თამაშზე უეჭველი მივდივარ და უეჭველი ვამბობ რომ მივდივარ ოღონდ არ ვფიქრობ რომ სწორია რომ გეხვეწებით და რაღაცა იმიტომ რომ არ არის ეგრე რა. არა, გეხვეწები არა, ხო შეიძლება რაც აქტივობები. მოდი, არა, ხო არა, იქ არის აქტივობები რა. მე მაგას ვამბობ, რომ მე ჩემის არ ჭირდება, ეგ გამიკვირდა, რომ იქ რომ მიდიხარ, იქ პატარა ფანშოპივით არის გაკეთებული მოედანზე, იქ მუშაობს საკვები ობიექტი, კარგ ადგილას არის, ლამაზი მოედანია, ადგილებია, ყველაფერი დაალაგებულია. ერთადერთი უნდა არის, რომ ხალხი მივიდეს. მე მივდივარ. მე მაგალითის მიმცემი ვქნები მაქსიმუმ და ვანახებ რომ კარგია. მოწოდებას ვაკეთებ. მარტო შენ კი არა, კაცო, ყველა უნდა გავაკეთო. მე მოწოდებას ვაკეთებ რომ მივდივარ და თუ გინდათ რომ იყოს თემა. შენ კი არა დაელოდო რომ 50000 50000 მე ერთი ვიქნები, არა. შენ იყავი მოდი პირველივე ნაკაჩი 50000. ეგ მოწოდებას გავაკეთებ, მაგრამ ვისაც არ მინდა რა რომ ეგრე ვიღაცა ძალით მიყვანა ეხლა არა კი კაცო ძალით ხო იყო ადრე მე კალათბურთზეც იყო იმაზე ერთნაირ პენაგებს გავხსოვდი პარაძე მივყავდი 9-ის და მე ეს გოლი დათქვეს მე დასუნოთ ვიდეო და დასერებულები დავდიოდი აბსოლუტურად ძალით მიყვანილი ტიპი ნო და გაიგეს რა მესის ვარჯიშზე რომ დაუგვიანია ო რა სად იყო მე და შევხვი იბერიაზე ვლაპარაკობ სად იყო კარგია იბერიაზე ვლაპარაკობ და მე ერთ-ერთ ჭადად ეპიზოდში კი ვახსენე რომ სტადიონზე რომ მივედი დიდი ბანერი იყო ძალიან ეს არ შემხედრი იცი რომ იბერიას ის იყო დიდი არა ეს ვიცი კაცო კომაგის ბოდიში მაგრამ ანუ მაღაზიაში სტადიონი ლოგო იმ დღეს ხო იცი იკითხე იმ დღეს დაგვავიწყდა რა დავაგვიანეთ მიწედა თუ რაღაც რომ გამოეგზავნოთ და მაღაზიები მოვიარეთ ბიჭო ხო სამაღაზიაში გაჩერდი და არც არ არისო ისეთი მოთხოვნაა კომაგზე კომაგების გავენო ასე რომ მაგარია შეიძინეთ და დაასწარეთ დილით უთენიაზე შეგვაზე როაზე კი ბატონო შვიდე დაერევი 24 საათიანებში არის უფრო. ხო და ეხლა ეგ ყველა განსაკუთრებით რეგიონს არ უჭირს კომაკობა, ეგ მოდი ვთქვა რა. იმიტომ რომ პატრიოტული კი მიდიან დადიან ქუთაისში მშვენივრად იქ რაღაც. აკვილისელები ხო რა. ეს დაადასტურდა? კი, ვიცი რა მაგრამ გამიხარ რა. რაშფორდის დედას ძალიან მაგრამ ვეფლევტავე ზოგადად, მაგრამ თემა ისაა რომ მგონია რომ ფლიკმა ანუ კაც ნიჭიერი ტიპია, მაგარი დარტყმა, აქ მევასწრებ, ეგეთი ტიპი გვაკლია, რომელიც შორიდან რაღაცნაირად მანჩესტერის ფანი ხარ. მანჩესტერმა დააღუპა ყველაფერი გაჩვდით ეხლა. მანჩესტერმა ვინც წავიდა და ეგ უნდა მეთქვა. მანჩესტერიდან ვინც წავიდა, ყველა მაგრა ითამაშა და რაშფორდმა მოახერხა და მანჩესტერში ნორმალურად ითამაშა. აზე ხარ რას იზამს ფლიკთან ბარსელონაში? ხო, აი არ ვიცი, ბარსელონაში რას იზამს. ბიჭო, მომიზამს დაახშავს ატლეტიკ ბილბაოს ფურს თავზე. ხავგა იმ გასიებული თავით რომ იმან გაუტანა ლიონს იმ ნიკო ვილიამსების ერთი დედამ. რატო? რატო რახან არ გადმოვიდა? არ გადმოსვლაზე არ არის. ჯერ გადმოდიოდა. ხომ და გადმოვიდა. ორი წელი ისინი ვერ დებიულიამსები დებიულიამსები არა. უცა ტიპმა ვერ მიიღო იქიდან გარანტიები და მე არ გარანტია ვერ მიიღო. მე გეტყვი ერთ წამი რა. მე რა არ გამისწორდა გეტყვი ზედმეტად პათეთიური იყო მისი ეს განცხადება. ეგ ძალიან ყალბი იყო მაგასაც. ყალბი კი არა, ნაგლი არის თურმე. რატო ანაგლი? იმიტომ რომ რაღაცა რატო? არა მესმის რა, კაროჩე. მე რომ ნიკო ყოფილიყავი და ბილბაო და ბარსაში გადასასვლელი ყოფილიყავი, ვინ მეცოდინებოდა რომ კაროჩე აზრი არა აქვს რა და დაცვით მომიწევდა სიარული და შემიზიზღებდა მთელი ეს რა. არა, ბევრი წასულა არავის შეზიზღებაზე არ არის. ძმა ყავს იქ, კაროჩე გონია. ერთი განის ნაკრებში წავიდა მეორე ისპანეთს მაგას თავი დაანებე. ბილბაო და ესპანეთი ბიჭო და არა, ბილბაო არა, მაკედონიები სენიორ პატრიოტებია და ბილბაოს პატრიოტები მაკედან წასული ტიპი თუ რეალ მადრიდში არ გადადის ის არ ესიამოვნებოდა არავის
არ ჩასაგებია ესე რომ ეს მგონია რომ ბილბაოს ტიპები ბილბაოს არა ბარსაზე არა ტრაკები ბარსაზე უფრო ბიჭო ბარსა რეალზე ვიყავი ბარსა რეალზე ვიყავი მარტო მე ვიყავი ცეჩინდე ხალხში ბილბაოს ატლეტიკის მაისური ამასთან ეხა რო ლაპარაკობ ატლეტიკ ბილბაოს მაისურით ვიყავი და ტიპები გადიოდნენ და ეუპა ატლეტიკ იძახდნენ არავის ცუდი მანჩესტერის თამაშზე რო ვიჯექი პენალი არ იყო ვიძახდა ხო ნუ იქ ხაც ხელგუზე ბიჭო ვერ შეიძლება რა შეგრება ეხა ბილბაოში იყო აზრი აქვს რატო გინდა რომ არა ავტომატით არავინ გაეკიდება ადამიანს თუ რები გადაწყვეტილება მიიღო მომისმინე მე არ მევასა გეტყვი რა იცი ჯერ გადმოვიდა მე არ მომიწონე განცხადება და ვამინიამა უნდა რაღაც ვისარ უნდა ბარსაში ხო და მაშინ აბა რასაკეთებდა რატო ის ბარსა იცი რომ ბარსელონას იმან რა ქვია შტაბმა ხო იმის Facebook პოსტიდან გაიგო რომ აღარ გადმოდიოდა არა ეგ ძალიან ცუდია თქო მე ყველაფერზე კამერა თან მე გაბაძდა რომ გადააოდა და აი ვითომ ასაკი ყველაფერს კარგს არ გეუბნები მე იმაზე რა ქვია ბასტო რომ კარგი მე განცხადება არ მომეწონა თქო ძალიან პათეტიური იყო თორე ის რომ მე მეცაც გეტყვი ლიგაზე რო არ იყოს წელს ბილბაო მე მაგრა გამისწორდებოდა ბარსაში რო გადასულიყო იმიტომ რომ მე ესპანეთის ლიგაზე რო არის ბილბაო რას იზამს არა ეგრე მოიცა რას ნიშნავს ეგ ვერ იზავს შეიძლება ხო ლიგას ვერ მოიგებს მაგრამ ეგ დამოკიდებული და რა არის ხა ბილბაო თუ ლიგაზე გავაიცა ჩვენი გუნდები რო გავიდნენ ლიგაზე რას იზავს ეგრე უნდა მივიდა მაგას მე არ გულისხმობ პენალტი ვილიამსი ბიჭო დაჭირდა რა გუნდში ჩემპიონთა ლიგას რა შემდეგ სეზონში გავიგე ღმერთმა შეგარგოთ მე არა მაქვს პრობლემა არ მაქვს პრობლემა არა ვის მაგასთან შარშან ისეთი მე გეტყვი მე არ გამისწორდა იგებს რომელსაც ვერც კი წარმოიდგენ პორტო არა მოდი იყოს რა პორტო სპორტინგი იყოს ხო და ვერ წარმოიდგენ და იყოს ბილბაო პორტო მონაკოს ფინალი რა ეხა რა იყოს ბილბაო რო ვერ წარმოიდგენ ფინალი ხო ისი მაგ ფინალზე არ წავედი პორტომ რომ მოიგო არა პორტო მონაკო რო გავიდატო მაგრამ სხვათა შორის მანდ იყო კარმა მაგ სეზონში ბევრი გაგდებულმა ფეხბურთელებმა გაუტანეს თავის ყოფილ გუნდებს მორიენტესმა რეალს იკელბერმა ბაიენს ეგეთი სეზონი იყო კარმა ეხა ეს რო იძახის მანჩესტერთან ვინც გაუშვეს ყველა მაგრა ითამაშო მართალს ამბობს რომ ვინც იქ მიიყვანეს მატა ისე მიყვარდა მე ვიფიქრე ხო გამიელვა თავში მაგის მერე იმდენჯერ მოხდა ანუ ვიფიქრე რომ ხო დამთხვა ხო არ არის და იმდენჯერ მოხდა მე რომ იმენაჯოლიხია თავში ჩემი შვილი რო იყოს ფეხბურთი მეთქი ერთი სეზონი მანჩესტერში მე ბისმიერად ესე კაი გუნდი ყოფილა მაინც ბიჭო რაღაც პონჩიკი ხო მიმწოდებელია კი შენ საბოლოო ჯამში ის ვიბადებით ადამიანები რომ რაღაცა დადებითი ზეგავლენა მოახდინოთ სხვებზე შენ თუ სხვანაირად ახდენ დადებითი ზეგავლენას შეიძლება ვიღაცისთვის ცუდი იყო მაგრამ end of the day ფერგიუსონის ფერგიუსონი ბიჭო ყოფილი არის ფლაიეროა ფერგიუსონის დედა თუ ცოცხალია დააღო ძმა ატლეტიკ ბილბაოს ფანი ხდები ეხა რო გაიგო ეხა რო გაიგო გვეჭმელი გავხდი კარჩი ბაიც ერთ რამეს გეტყვი რა შემდეგ თამაში ახალ სეზონში ნუ ეკაიფები კი ნერვიულობ მეზიზღება როდის მეზიზღება შემიძლია მესიმ რო ხელი გაარტყა იმას რო გააგდეს აკავარი გამოვიდა არ ვიცი ფილალიბრე წვერებიანი ხო თავდასხმები იყო მაგრამ მე შენ არ მეზიზღები წვერებიანი მე როდი ხეკო რო ხელს ურყავდა ძმაო მომისმინე მაგ თამაში ორ თამაში ისეთი რაღაცები იკადრა მაგ სირმა რო კაროჩი მომისმინე წამი ახალ სეზონში ბილბაო ბარსელონა რო იქნება ერთად ვუმორებთ ბილბაო ბარსელონა აი გინდა დავსვათ კი და მე იძახეთ მე ვისხებ რა ბილბაო ბამოს ინაკი რო წავა გასულია ზონიდან რა ბილბაო აი ბილბაო ბარსელონა არა ბილბაოა. კაია გადა. მანჩესტერმა გაუბედურებულა, მანჩესტერმა მოუტყნა გადაუღრა თავზე. მანჩესტერმა მოგიგებს მართლა. კაი, შაბათი. მოიცა. მე რომელ მანჩესტერს მოვიდა. ნოდარ გეხოთები რა. კაცთან დააგემოვნოს და ისაკ ვაგემო. ნოდარ გაგიჟდა კაცი დაიღალა უკვე. აი, ნახეთ, შეხედეთ კომაგებო. ნახე როგორ ნაძატებს. ნახე რა გული თუსოს. ოღონდ მე ვარ მეორე მდოგვის მოიწყო. მიდი ნელა დაიწყეს. ეცა გადაიღებს. ბასტო გადაიღებს, ნელა წაუს. მას ბავშვობიდან უყვარდა. ბასტო, რა შე როგორ გონე? მართლა სერიოზულად გეკითხები. ახმო. ზაფხულში მას ცხელოდა. მაგრამ ისაკრილებდა. კომაკი. ლაილაისთან ერთად. ბიჭო, ეგ არის ჯიგარი. Oh my god. არა და სასჯელი დაყოფილი ხო? აი, ნოდა კაც დაიღალა მართლა დაიღალა. ყველა საფეთქი შენ. იმიტომ რომ თავი ლესავი ეგაა. იმიტომ რომ ლოს ბლანკოს. იცი რა, მაგაც უნდა კითხოთ ჩესნათ რა, უცბელად. აი, ერთი გუნდის გასვლა ევროპულ საკლუბო ტურნირზე რას მოგვიტანს? აი, შენი აზრი მაინტერესებს.
კა იბერია იყოს კაცო დიდი დაპერიაცა იბერი ცისფერი რას მიზავს რას მოგვიტანს ვითხარი რა ერთი გუნდის გასვლა თქვა მე მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალობას და ფსიქიკას ფეხბურთში როგორც კვარა ნაკრებმა როგორც გააკეთა შემდეგ კვარა რომ გადავიდა ევროპულ გუნდში ქართულმა ფეხბურთელებმა იწმინეს რომ შესაძლებელია საქართველოს მიყო მეორე ტრანსფერი და მიყო მეორე ტრანსფერი მეკარეებსაც ეგრეა გუნდის გასვლა ევროტურნირებზე მოიტანს იმას რომ ჯერ ამის გამო ბევრი უფრო ეცდება მიხვდები რომ შესაძლებელია და ისიც არა პალასა რო არის პალასა გაიხსნა მაშინ რო გავიდა დინამო გეგუჩაძე დროს რატო არ მოყვა ეგ მუხტი ვაფშე გასვლაზე არა უყურე გასვლაზე სოციალური ქსელებია ყოფილი უნდა ის იყოს რა ხო რა სხვა ამბავი იქ არც იყო რომ იმ დროს რას ამბობ რომ ეგეთი თემა იყო რომ ვერ გავდივართ ვერასდროს რა ღადაო ვიყო აბა რამდენი წელი ანუ უყურე რამდენი ხანი 2004 წელი 2004 წელი მე რა 2000 გასული 20 ხო და მე რა 2004 წელი 2004 წელზე როგორ ვლაპარაკობთ როგორც ანუ ზოგადად სამყაროზე ქართულ ანუ სხვა სამყარო იყო გავიგე მაგრამ შენ მაშინ სტუდენტი ვიყავი და შენ უნდა გენახა რა დამოკიდებულებაც გაქვს ეგრე ვიყავით მაშინ რომ ვაიმე ოდესმე თუ გავალთ ვაიმე ეგ ქონდა მაგის მერე კიდევ უფრო დიდი დრო გავიდა კი კაცო მაგას არ გეუბნები გრადუსი თვითონ ეს ხარისხი ბასტო მონატრების მაშინაც იყო მაგ დროს არც იყო მაგ ანუ ყურე UEFA ეგეთი ანუ ეხა უფრო პოპულარული ამბავია ეგ ამბავი რა თქმა უნდა არის აქ ბიჭო სოციალური ეხა იმდენი ფეხბურთელი იყო მაშინელ კლუბებს რო ვიხსენებ სოციალური ქსელი რო ყოფილიყო რა ბევრად გაპიარებული იქნებოდა მე გეტყვი რა მოიტანა ამ ნაკრების რომელიც შენ ძალიან გიყვარს და ჩვენს და მაგას შევეჯიბრო თუ გინდა რა მოიტანა ამ ნაკრების წარმატებამ და იმან რაც ჩანს რომ ერთი ოჯახია მართლა და გუნდი არის რა და რა მოიტანა და წმენა ქუჩაში რომ გადიხარ ტიპებს აჩერებ რომელ გუნდსაც არ უნდა ეთამაშებო და იძახიან რომ შეგვიძლია მოვიგოთ კი კაც მე ყველა ვისთანაც გინდა იყოს სულ ერთია უკვე მე სად გამისწორდა გახსოვთ ესპანეთი საქართველოს ესპანეთი იყო ევროპის ჩემპიონატი პირველი გოლი ხო გაუტანეთ ხო და პირველი როდრიმ ანუ ესპანეთი ვინც გახდა ჩემპიონი მაგ ჩემპიონატის როდრიმ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა რომ დაიმხეს თავზე გაუხარა დაინახე და ჩემპიონატი გაიტანა ესპანეთის მაგამდე გოლი კი და ბევრად დიდზე და აი ბევრად თითქოს აი რა გააკეთა იცი რომ აი ეგ ისი აღარ შევარდა და ზამოიცადა ის ენრიკე არ გაგახსენდა იმ მომენტში რა ქვია თბილისში რო 1-0-ს უგებდით პირველი ტაიმი ლუის ენრიკე რო იყო და მეორე ტაიმის ბოლო წუთზე რო ოლმომ გაგვიტანა ენრიკე გარბის სათადარიკო და სკაბიდან ისე როგორც დანი ოლმო აი სვეჩი რა ეგრე გარბის ლაკარტუხაზე სკოლი მაქსოს შორდან გაგვიტანა ლაკარტუხაზე თბილისში რო იყო გარბის ან შემძიდგა მაგრამ მე შემიყვარდა გან ხო და მაგას გეუბნები ანუ ეგ ხარისხი და დღესაც ეხლა ქუჩაში რო გააქცია რაც დიმა თქვა რა რო გააქცია კი კაცო ესპანეთთან თბილისში უნდა მოვიგოთ ეგ მიდგომა გერმანიაში ცირას დავიშოკეთო უცხო ტიპები რომ მოვიდნენ ჩვენთან ხალები ჩვენი ჩეხები ხო ვინ არიან ჩემი ესენი და პორტუგალია თვალები გაპობილებ ჩვენი კაშნები ჩვენ ქართველებს თქვენკენა ვართ ეგ სად იყო მე გერმანიაში კიდე რა იყო იცი მაგარი რა თქვეს რომ ჩვენ რო ჩავედით მგონი რომ გავედით ჯგუფურიდან პოლიცია იყო გელზენკირხენში გავედით ხო მგონი კი პორტუგალიაში პოლიცია იყო მობილიზებული კორჩე ეს ვიგინდა რა ქართველები გავიდნენ ჯგუფიდან და კორჩე ესენი ემათმა შეიძლება დატეხონ ვინები ხა უცებ პროსტა სიხარულისგან რა და პოლიცია მობილიზებდა ჩვენ სიმღერით ესე არც ქუჩაშიც არ მოგვიფსია რა კაროჩე რა ანუ მაგრად ეხავს წამოით რაღაც მოედანზე 1 საათი ვიმღერეთ და დავიშალეთ და მივედით სასტუმროებში და მეორე დღეს შემხვდა ტიპი და მითხრა რომ ანუ რაღაცა კომუნიკაცია ვიღაცა როჟა იყო რა ვიყავით ბიჭო და ყველა და კორჩე ბოდიშიო რო წარმოდგენა მქონდა ისეთი რომ თქვენ ვარ დედას უყირებდით თაკაურობას საოცრება ხდებოდა მაგრამ ესეთი კულტურული ადამიანებიო რა ვიცი ჩიტა სხვა წარმოდგა და ავერიეთ ერთმანეთს ვიკავით და იქ ჩავედი და აქ მოვიძვით დორტმუნდში ესეთი დიდი დერე გახსოვს ის სულელობა რო იყო დორტმუნდის ფანები იყო დორტმუნდში ჩხობი მომენტა ეგრე არასდროს ამ უნდა მომენტა ხო ბიჭო თურქეთში ვითარე სტამბოლში ვითამაშეთ ის რა ქვია ანუ კი გერმანიაში ვიყავით მაგრამ ბიჭო რა გიკვირს ახლა მან იმდენი თურქია ახლა ხო ანუ ბანასაურო სტამბოლში ვითამაშეთ თამაშებზე სახში ვიყავით რო მედეს შენ ჰამბურგში ჩამოხვედი ხო თუ კი მედეს ვინ არის შენ ხარ მედესი მეძებ მეცახელი აქვს მედეს მე ვიყავი ჩეხეთზე მარტო ერთ თამაშში ხო და ჰამბურგში ხო რა ვიცი რომელ ქალაქში ჰამბურგში იყო ჰამბურგში და ესე მივდივარ გაბრედილები კორონამ ჭირდა ამან ჩამიგდო მაპი ესო აქ მოდიო რა და მივდივარ ბიჭო ვინძებ და
უცებ ბრელა რა ერთი ქუჩა იყო გამიკვირდა. გასწოება ეხა ნა. ხო და მესმის ბიჭო ქნა შენი დედა შე ვერ აღებს კარ თუ მე ვიღაცის სახზე ჩალიჩება. აი ეს ხო? აი ეგენა იდიოტია გეუბნები. ხო ცოტა ისე იმიჯი რო კონდეს რომ უდიერებდეს ხო? კი და აი გადი აქედა არ მოხდა. აი ეს რუდიგერი. ეს რო ბაზრობდეს პროსტა რა ანუ ეს. დავიკალამუჩე. დროა გადავიდეთ ახალ თამაშზე. ხა ეს რა მეკიდროება რო გინდოდა რომ მოკალი ქალი? დგას ერთხელ. აი არ მოყვა ეხა გაჩერდი. არა ტელევიზიაში დგას ერთხელ და იძახი ჩემზე რომ ბებია. რაზე უნდა გადავიდეთ ბიჭო? ეს ოპერატორი ეს ისინიც რომ დაიჯერეს რა. კანადის როც გადაუტოვეს ვოროსები არა. ნახეთ. კაი, ახალი თამაშია ჩემი. აი მოიგონე რაღაც მოფიქრებული. აჰა, ყველაფერზე ჩემსაზე სირობას ხარ. სუნთქბურთი. ადრე სუნთქბურთი იყო და არ გაამართ სუნთქბურთი რა იყო მოვიგე. სუნთქბურთი? ფაიქ რა ბურთი. აი. ხო, მოკლედ. აი ხო შემოკვდები. რა ჩამოხჩობანაი. ჩამოხჩობანა. რა ჩამოხჩობანაი? ჩამოხჩობანა. ვინც აგებს გავჩე? ჩამოიხჩება. შეჭამე ბასტო შეჭამე. შეჭამე ბასტო შეგიძლია ლესო მანამდე მე გამოვაცხადებ რომ რა თამაშია პირველად ხედავ მე არ ვიცი. სამაგიერო სიურპრიზი. მე რომ ნაჭაი მოვედი, მაგრამ მაინც ჭამა რატო იმ დრო გემრერია. თან დიეტურია ფორმაში იქნება. შეგიძლია რომ გაგატანოთ. დიეტური. დიეტური არა. მეგობრებო. სასის. ახალი თამაშია, ახი ქურდულად ჭამა. ახალი თამაში. შენ მოიგონე? მე მოვიგონე. და დააპატენტე. ჩამოხჩობანა და ბასტოს გამოვწდი, შეიძლება ბასტო დღეს ჩამოვახჩო. მე ვიტყვი ახლა თქვა და ჩაისმო. აქ არის სახელწოდება, სახელი. ხო. მე ვიტყვი შესავალს გავაკეთებ, ბასტომ უნდა მითხრას ასობგერა და თუ არ იყო, თითო არასწორ პასუხზე 100-ზე წკაპ ჯობი. ქართველია გამიმაზავ თუ რა? ქართველია. პლუსი გაქვს. კარგი. დავიწყოთ. დიდი გვარი. მე მინიშნებებსაც გვარი დიდი არ არის. ბოსლაი არ იქნება. შენ მოდი, გეხუცები არ და დიმ არ დაეხმარო. დავეხმარო არა, ვერც დავეხმარო. წაგებული ბასტო დააგემოვნებს ცივ მოუხარშავს სოსის დოგვით დაძეცგეს. აი არა შეცი. აი ეგრე. დავიწყოთ არა, ეწოდე. ფეხბურთთან ასოცირდება? ასოცირდება? რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ფეხბურთთან ეს ადამიანი, ადრე იყო ერთ-ერთი გუნდის დირექტორი. დავიწყოთ. მე მინიშნებებს მოგცემ. ადრე იყო ერთ-ერთი გუნდის დირექტორი. ერთ-ერთი გუნდის დირექტორი. ფეხბურთთან ასოცირდება, გეთანხმები ქართველია. მაგაში გეთანხმები. მომენტებში მე შენ მინიშნებებს გეტყვი, რასაც ასოგერა. შეიძლება, არა, კითხავდა, შვილით მთავრდება? შვილით მთავრდება? არა, მოდი მეტი აღარ მითხრა წადი. მოდი კითხვის დასვლის უფლება? არა. შენ ოდა რებს აკეთებ, ბოძიო გაგიჟდი. ასოგერა. და მე წამოვა. ჰა? ძ. ბოლოს წინა იქნება ყველა ბოჭი. მან პირველ სახელში არის ძუში. არა, ბოლოს წინაშე ჩასულ. არ არის. რატო გადათვალე? გონებაში ვერ მივხვდი, ძ არის ხო? არა, მე უცებ სხვანაირად მქონდა. გადააკეთე ხო? არა, სხვანაირად მქონდა, რაღაცა მე და ძეც არა. სახია გადააკეთე. ძგამ, წავიდა. მე არ გამორიცხ ხარ მოგონილი სახელი და გვარი. აი, ახლა იქნება. კი. რა თქმა უნდა. ბევრი აი, თუ არის კარგი გამიხარებული. ნუ და რაღაც დებილი ვითვლი და გიგო. აჰა, მიწოდე? გუნდის დირექტორი არ ულადზე არის, ხო ის? რა კარგი. აჰა? შეგიძლიათ. რა უნდა დავეხმარო, აზრი არ ნახე, ანუ ი არ არის გორად, უ არ არის გორად, შვილი არ არის გორად, ძე არ იცი არის. შეიძლება ეს იყოს რაღაც მომენტში. აი ხო გითხარი, მოგონილი ექნება მეთქი. მაგრამ სახელი ნამდვილია. ბოდიში, სახელი და გვარია? გვარი არა. არა, თუ გვარი არის? არ არის. აი, ეცემა ეგრე როგორ არის? ეგ არის, უნდა მიხვდეს ასე. უნდა მიხვდეს, შენ ფანტაზია შენ მიხვდა ბიჭო. რეალურ ამბავზია. ნოდარ არის პირველი სახელი. არა, მოდი რა. კაცია, ხალია ეგ. ერთი წუთი. აბა მეორე წამოიწია. დილით აჩეჩილი. დილით აჩეჩილი. ეგ გვარში ჯდება. ეხა რაღაცა მედეს ბანგურაშვილი თუ რაღაც ყლეობა იქნება. შენ რა გინდა? არა, დილით აჩეჩილი თმა არის. ხო და ასობგერა მითხარი. ეგ არის სირთულე. ჩუ, არ არის. არ არის? გ. ბატონო? გ. არა, არა, ნაი ხომრობა, კაც გამოწე. ერთი წუთი ძმაკუში. აი, ჩამოწყდება, შეხედე? აქაც გაუკეთე. არ მინდა? კაი, შენი ხათრით ხო, მე მეორეს ჩამ. მედი ასობგერა. აი, თუ არ არის დანო და როში. ეს არის ნამდვილი, ეს არის მოგონილი. მე ხო არ გეუბნები ზეპირად გამოიცანი, ასობგერებით უნდა გაარტყა, მარტივია. ეს მარტივი. სარკეში ეფექტური. უყურე, კიდე ერთი ხმოვანი უნდა იყოს უეჭველი და ეს უნდა იყოს ო. იმიტომ რომ აქ ერთი ხმოვანი თუ არ არის, მწკრ. აი, თქვი? რა ოც ადასტურებს ძგამ.
ხო და მაშინ ჩამისვი ხა. ერთია მარტო შეჩება. კი. ωραία. იმიტომ არის ჩემი თამაში რომ ჩემი იდეებით არის ახსავს. არა, ეხა ისეთ რამე სიტყვის ბოლოს რომ არ არსებული რაღაცა სიტყვის. ხო ბიჭო, მე ხო არ გეუნები ზეპირად გამოიცანით ხო 100 გერებით უნდა შენ დარწმუნებული ხარ რომ მე ვიცი ვინც არის? არა მგონია. ტიპი იცი ვინც არის. სახელიც იცი ვინც არის. ეს გვარი რა თქმა უნდა არის. რა თქმა უნდა. არა, რატო იცი რომ ეს გვარი არა. ეს მეტსახელი. ეგეთ სახელი არ არსებობს ქართული. შენი მოგონილი თუ არ არის? არის. ეს სახელია ხო? თუ გვარი? სახელი. აი რა სახელი უნდა იყოს? ვიკაი. ყურე დიმა ჯდება მაგრამ. დიმა როგორ ხდება კიდე მეხუთე კიდე ასოა. არა, ხო, მაგრამ არის რა, მოდი შენ მოეხმარები რა. აქ არის ჩემი გამოთქმით. შენ სიჯეჩე. არის. აჰა, დიმას, ხო, დიმას. წარბები ბოზი. აუ, რატო თქვი რა? აუ, რატო დაეხმარე? მივიდოდი ამ დიმას წარბებზე. აუ, აი წამოსვლა. აუ, აი რა შენ. შეჭამ ხო ხარ აი ამ დოგს თლიანად ახან წააგე. აუ, რატო დაივიცოდი? ვერ მიხვდებოდა დიმას წარბებზე. დიმას წარბებზე ბაზრობ ერთ. არა, ხო, მაგრამ რაღაც მომენტში წკაპ-წკაპ და შეიცე. არა, წელს ვიტყოდი და გახსენი. ამ ბლს ვიტყოდი. მე არ წამიგია. არ წამიგი, იმიტომ რომ შენ დაეხმარე. რა სისულეს დაბა რომ ჭამე შეჩება. მაგრამ მეგობრებო, გამომწერებს ვეუბნები, ბასტო ჯიგარია და დავინი ამ შემთხვევაში. სენიორებო, დააფიქსირეთ თუ მოგწონთ ეს თამაში, ყველა სტუმართან, აი ამას ჩვენებური კრისტალბეთ ეროვნული ლიგა გვექნება. ესეც იქნება ხოლმე სხვა თამაშებთან და თუ გაგისწორდებათ, დავტოვებთ. ო, რა შეძლებ, გეგონება შანიძე მყავს და სულ იმაში აი მეცნიერულად თავი დამესკა და ჩემი. დიმას წარბები მართლა ძალიან კარგი იყო. ხო, მაგრამ ის არის შეიძლება ვერ გისურვებავ ხან წარბებში აკა? და ნახე, სახელები მქონდა დილით აჭერჭილი. აი რა წარბე, ლოდა. აუ, ჩემი. აუ, არა და უეჭვერე მოუწევდა ჭამა რა. ვიტყოდი და ვერ გამოიწვია. ვერ რა, წარბები იქნებოდა და წარბები რა, დიმასი სხვა რა, ანუ მე ბოდიში. გამოჭერე რაღაცა. ხო და გავთქვა დიმას არის. იმიტომ რომ წეცილიო რა. მართლა ანუ ეს მეთქი ამას მოიფიქრებდა. არა, არ არის გამორიცხული ვაფშე. წავებსაც მივიდოდი, იმიტომ რომ დათქვა მოაქვს. აუ, კაი. ეს არის ჩემი, რო იცოდე, ეს არის ჩემი პლეიგრაუნდი. გამოცდები რაღაცების. რა, კაი, ესე ზუსტად გავარტყით სტუმართან. ან მაგას ჩემია 100 ცალი. გახსენი. არა, მე არ წამიგია. შენ დაეხმარე. რო გამოეცნო ბასტოს. ბიჭო, ერთად ვიყავი ჩვენ, გახსენი. ბასტოს აკამე, ჭამოს თორე. არა, ძმაო, ბასტოს უნდა. ძმაო. რატო თვითონ შენ? კაჩი გავალ. და რომ შემოვა ნაჭამი და. ერთიც არის, ხო, ოღონ ერთიც არის. ერთად ვათამაში. ერთი ვითომ. ანუ და შემოთხარი წეგაში. ერთი მომისმენთ, ერთი რაღაცა. შეხედე, თუ გამოიცნობ ვამას შევჭამო და ეხა არ ჭამს, იმიტომ რომ დინა დაგეხმარა და მე ვთავაზობ რომ რაუნდი 2 ვითამაშოთ. არ დავეხმაროს და ერთ ცალს ოსისწია. კაი, ერთი ცალი უნდა. ომი. ხო, აბა. დაწერე. დავიწყეთ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ნოდარ ბურჩი თუ რაღაც. ნოდარას თამაშებში. ბურჩი, ბიჭო. ნოდარას თამაშებში. ჩამოხრჩობანა. ოხა მომისვენე სერიოზულად მიუდექი საკითხს. კაცი აგეთ რაღაცებში არის მაგარი და შენ დაწერე უკვე. უწერია ხო როდის ეხა არ დაიწყო. იტალიელი შესავალი გააკეთე როგორც კაი. არა მოიწ კეთილდღეობა არ გაქვს რა ტურნე არა მიხდება ეგრე ეხა. კაი ვიტყვი. პროფინას ვიტყვი, პოზიციას ვიტყვი. ერთ-ერთი ძალიან კარგი მეკარეა. ო, მაგას ადვილად გამოიცრავს. რატო შენ არ დაეხმარო? ხარ დაიწყო იქ. მე ხმას არ ვიღებ, მაო, გიჟია. ერთ-ერთი კარგი მეკარეა. მე არ გეუბნები რომ სოფლიოს აზანზარდებს. ერთ-ერთი კარგი მეკარეა. ეხა არ შეგლია არაფერს კითხვა? ეგრეა? აი ახლა ვონ კითხვა და რომელ გუნდშია? რომელ ნაკრებში? ა მეკარე რა. აბაჟე ეხა იმის გვარიც არ მახსოვს ბარსაში რო გადავიდა და ალბათ დაიწყე, მიდი. ასობგერა. ბარსაში რომელიმე გამახსენე. მეკარე რო ბარსაში გადავიდა. ეხა რო ბარსამ მეკარე იყო. არაფერი ძმაო, დავიდა ასობ, წავიდა ასობგერა. აზრი არა აქვს ასობგერაზე. მეკარე უნდა მივხვდე და ასობგერა. აი, მაშინ ვიფიქრე და გვარი არ მაქვს. თლიანად ავაწყობ ჩამოსახ. კაი, 1-200 გუთხარი გააურტყი. არა, არის ცოტა გვარია პატარა. ჰა? სო? იანობლაკი არ არის. იანობლაკი. რო? აუ, ეხლა მიხვდება. აი, უნდა მიხდეს. უნდა მიხდეს ჩაფეცხლა უმსას ის. მე რა პრობლემა. ეგ მაინც რაია ჯანმრთელობისთვის.
არ მახსოვს, მაო. მოდი ეს თან მუსიკაც იქნება. აი, მეტი ხმა კრაი, დრაი, სრაი, ლრაი. ხაც ნუ შლიხეს თო ეს რა. შოუა რა. დაძაბულობა, აი გახსოვს 20,000 რო იყო. ნაკრების მეკარია, ხო? ნაკრებში თავარ მეკარია, ხო? ერთ-ერთი ნაკრების მეკარია. Duna chichi chani chichi duna chichi chani chichi duna chichi chani chichi chichi დავისთან მოხვედი შოუში duna chichi სტუმრად ვინ აკავს duna chichi chani ვინ წამოიყო საგულ შემოდგერო duna chichi chani chichi duna ეს უნდა იყოს შუაში იქნება მე წავირი ხა არ არის ჩაირჭო ხე შიშის ზარის და არის დუნანტი ჩანიჭი შეხმოვნები ვიცი ატმის კამპოტები თუ იცი 3 ლიტრიანშიც გვაქვს 5-იანშიც გვაქვს ლიტრა და ხევრიაშიც გვაქვს იოი ლიმონი ვინონი მინონი მინორი მინონი სინონი სი ბემოლი სინორი სი ბემოლი მაჟორი სინორი სინიორი მინორი მირონი აუ ის გუგლავს დაიწყო იმადა იცოდე ჩაგას საერთოდ სხვა რამე აკაური ანუ მოქმედია გითხარი დღეს ერთ-ერთი კარგი მეკარეა ერთ-ერთი მე არ გეუბნები რომ საუკეთესო და დედამიწას გაჩერდი ნოდო შენ შეჭამიცოდე სოსისებს ნოდარი ოპერატორია ჩვენი ამიგო და იმას ვემუქრები თუ წყნარად არ მოიქცევა დინანდი ჩასიდი დინანდი ჩასიდი გაჩერდი ბიჭო თავი გასკა და მეტი ხმოვანი აღარ არის ხო პირველი არის 200 მოდი საკუთარ თავთან ივიჭერე სრაი დრაი მრაი დინანი ჩასიდი ცოტა ხანში შეგვიძლია ჩვენ წამზომით ჩავდოთ ს თქვი დინანი ჩასიდი არის მაღალი რა დებილი თქვი და всё მორჩა ჩაწერეს ბრა ჩაწერე რა შტერი ვარ შენ რას დაწერდი აბა უნაი ვასიო დემხდი всё გაგი სასის პამპარა კუნგურუ ჯუნგურუ რატო ვიფიქრე ამდენი რატო ვიფიქრე არა და აქაც დაგინდა სპეციალურად ძალიან დამინდე ხო არ გადავ სპეციალურად წავედი უნაისე აი ჩამეწერა ჩილავერცაც ყველას მიხვდება ირაისოსი ჩამეწერა რას მიხვდება მე მეგონა პირდაპირ ვიტყოდი ირაის ხოდა ხოიცი უცებ მეგონა ხო არა ჩამეწერა ირაისოსი ეგრე არ მიფიქრია ჩანგოლდა მაგ ჟანრში არ მიფიქრია ჩამეწერა მაგალითად ძველი რიშარ დუტრუელი რუტხესპი მე გაუმზადებ დუტრუელი დედამის აღარ ახსოვს ხოდა ვერე კარგია წააგებდა აუ აბა წამწეკრანი მოაყენა რა დაუსხა კაი მეტი აღარ დაუდო გოგო მიდი ხე ორჯერ მოგიგე და მაგდრობას გაფიქრე რა მასტო წალი მოუტან და მოკოდეს შენს მობას მიცავარ ერთ წამი აი ამას მოვაშორე ხო არ არის რა ძიგარი ხარ მასტო მომისმინე ერთ წამი რაზე მართლა ამის გარეშე ცოტა ნაკლებად გემრე რაღაცა უნდა ერთ წამი რაზე უნდა შევთავაზო შენ მეორე არ მოგიგი ის პირველი არ მოგიგე ის დიმა დაგეხმარ ა დაღიარებ რომ მოიგე არა ის იყო სისულელი ის არ იყო ობიექტური ეგ ჩვენი ჟანრის თამაში ეგ იყო შოუ და ეს იყო ობიექტური თამაში შუჩე ბიჭო მაგარი სოსია რა წესით გემრიელები სოსის ჭამ დასჭა რატო არის დოგმიანი სოსის ჭამ რა აი ახლა უწესი დამარცხა რა ხარშული არ არის უბრალოდ ეს უკვე მოხარშული ხო იცი ამის გამზადება როგორ ხდება აუ გააცხელო პროსტა კი გეთახვე მაგას ჩემთვის დოგი ხარდაო დოგი თან დოგვიც არ არის ცხარე თქმელი დოგვია აუ რა დოგი რავი ბასტო რა დაუმატოთ მაშინ ახლა ეს თუ არა მე მაყოფილი ვარ უბრალოდ ისე ვიცახი ის უნდა წაგეხო რამე აჯიკა უნდა წაგეხო ნახე თუ დოგი ცალკე ჩაუშვათ მიხდი ახლა რატომ მოუგეთი მათ ვახარაზე ნოსი ჭამაში რა იყო ვიდო მახა გელოდები კომაგებში აქაც უნდა მოგიგო აქ რა უნდა მაგას დავწერე ფეხბურთელი უოჭველი გამოიცნობს მახა დუბლებს უყურებს და რაღაცა მახა გელოდები ლაილაიში უოჭველი უნდა მოგიგო ბიჭო კალათბურთის ტერი ვარ რატო გეტყვი იმიტომ რომ კალათბურთი ატრაკები რომ კალათბურთი უფრო მაგარი ანუ რამდენიმე მილიონი ადამიანი ფიქრობს რომ კალათბურთი უფრო მაგარი სპორტია ვიდრე ფეხბურთი და ზუსტად რამდენიმე ეგრე ხარ რამდენიმე მილიონი ფიქრობს რომ არბი უფრო ტერი ვარ კალათბურთის კარგი დავასრულოთ მაშინ დღეს ბასტო ძალიან დიდი მადლობა
გემრიელი იყო ყველაფერი და სასიამოვნო იყო ყველაფერი. როგორც ველოდით ეგეთი იყო. ყველაფერში რასაც შეიფიქრებ, იმიტომ რომ მე შენ ბოლომდე გენდობე და ყველა წამოწყებაში მინდა რომ წარმატებას მიაღწიო. გეუბნები სრულია. რა დარჩა თან 4 სექტემბრამდე. არაფერი აღარ დარჩა და ყველამ ერთად უნდა მოვიდოთ ეგ თამაში. ტრიბუნაზე რომ ვიქრებით, სავსე რომ ვიქრება, ეგ ვიცით რა. მანამდე განწყობა ბიჭების. მოემზადეთ მოკლედ რა, მოემზადეთ რომ არ დაიღალოთ, იმიტომ რომ მოგებისთვის მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ნო დორტმუნდ იმაზე რა სიგნალი სიგნალი პარკი. მან როგორ გვაჯობეს ისე თურქებმა როგორ გვაჯობეს გულშემატკივრობაში. იმიტომ კი არა რომ უფრო ხმამა ვაყიროდნენ, უფრო დაალაგებულად აკეთებდნენ. და ჩვენ სინქრონში. ნახევარ სტადიონ ერთი ჩვენ ზოგი მიქაუტადეს ყველა და ზოგი ყოლაცხელა ზოგი საქართველოს ზოგი ერთად ვართ, ზოგი მოგება, ზოგი გოლი. და იყო ყალყანი და ისინი ჩუმად იყვნენ. უცებ დგას. თურქია და ბაბა და ეგ გვინდა ჩვენს მერე ეგ მარტო ყვირილი კი არა და გულშემატკივრობა. ანუ ჩვენ როგორც ტაქტიკაა მნიშვნელოვანი ფეხბურთში, ანუ შეიძლება მაგარი ფეხბურთელები ყავდეს, მაგრამ თუ ერთ იმადა სხეულად არ მოქმედებენ, ვერაფერს ვერ აკეთებს სტადიონზე. აქაც ეგრე არის გულშემატკივრობა. არგაზს გეტყვი ახლა. საშინაო თამაში იბერიასი მაგის რეპეტიცია გადავიღოთ, თან გააკეთეთ, თან გადავიღოთ და ეგ გავვრცელოთ ყველგან დავდოთ. რომ დაახლოებით წარმოდგენა კონდეს იქ როგორ უნდა გავაკეთოთ. იქ იბერიაზე კი გავაკეთებთ, მაგრამ ხალხის რაოდენობა უნდა როგორ უნდა იყოს, იცი რომ ჩვენ უნდა გვყავდეს ყველა აი 4 ცალი დირიჟორი უნდა იყოს და არის მაგის საშუალება და ჩვენ დავველოდოთ რა. ანუ შეიძლება ისა რა ქვია, წაშების იყოს, მაგრამ შეძახილი ერთხმად შეძახილი მთელი მოედანი რომ მთელი ტრიბუნა ერთად 20 წამი მთელი ხმით ვაკეთებ მე ისვენებდნენ ხოწი ისვენებ მთელი ხმით და როგორ მე მახსოვს მოწინააღმდეგე ტიპი ვიყავი და უცებ რომ იქ ემზადებოდნენ და ვიცოდი რომ ყველა ყვიროდით ამ საქართველოს მაგრამ ვიცოდი რომ თურქიას რომ დაიწყებდნენ ზანზარებდა სტადიონი იმიტომ რომ უბრალოდ გუნდურად მუშაობდნენ იმიტომ რომ შეჩვეულებიანენ ჩვენ პირველად წავედით რავი ევროპის ჩემპიონატზე ის მართლა მანოლო რო ყავდა ვალენსია ერთხელ სასტუმროში ყავდა და რაღაცაერთი იქ თვიბაში ცხოვისმი დადიოდა აი დიდი აი რა იყო ხოთი ბარი კონდა ტიპს და აი ხელა დიდი დოლი და ბუდა მანოლო ყველაზე სობირი ტიპი იყო ერთ-ერთ გუსტავში კაი წარმატებები მოკლედ ჯიგარი ხარ ბასტო ოქრო ვიყურეთ და გამოგვიწერეთ დაგვასაქმე ვერ გაიგეთ ვერ იცოდი დალაიქეთ მოიწონეთ და ასევე დაწერეთ მეგობრებო ჩამოხჭობანა თუ გაგისწორდათ ამას გავიმეორე ძალიან საინტერესო იქნება სხვა სტუმრებთან ერთად აი ვით უნდა თვით ფეხბურთი არის ის იმასთან ერთ-ერთი სტრით მარტო გადაცემიდან ერთ-ერთი რაც მეწყინა ის არის რომ საერთოდ მე კარე რო თქვი საერთოდ ეგრევე რო უნდა ისიმონი არ გითხრა ნო მეც გამიკვირდა მარტო მე მიცევ ფიქრეთ კი დაიბა და ამან უნდა გუგლავსო მაგას დაგუგლო რა თუ შეიძლება რაღაცებსო არა მე მაგან დამაბნია რომ ეს გუგლავსო არა ბიჭო არ ვიცი არ ეგზახტა და მეთქი რა ხდება კარგი არც მიფიქრე ჯიგარი ხარ ბასტო გაიხარე და წარმატებები შენ არ ხსნა წარმატებები ყველას ჯიგრებო აბა ელავაო კარგად